მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დაუბრუნდით ეთერში სოლიდარობის სტუდიის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, მერაბ ჩიკაშვილთან და თენგო ომანიძესთან ერთად და სეზონის პირველ გადაცემაში ჩვენი სტუმრები იქნებიან ფილოსოფოსი, ჩვენი მეგობარი ცოტნე მარღია და პოლიტოლოგი ბატონი ირაკლი უბილავა. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია კარგად დაისვენეთ და შეუდგებით გაათმაგებული ენერგიით ჩვენი საყვარელი საქმის კეთებას. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სტუმარს და მაყურებელს. პირველი რაც შეიძლება ითქვას, რომ ყველას, რა თქმა უნდა, 1 სექტემბერია და ფაქტიურად შემოდგომის პირველი დღეა და სრულად საქართველოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მოსახლეობას და ასევე ემიგრანტებს ყველას უსურვებთ საუკეთესო პერიოდს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ არხსაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ეს იქნება YouTube გვერდზე თუ Facebook გვერდზე და ჩვენ შევეცდებით, რომ ამ შემთხვევაშიც უკვე ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, მოგაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია, ჩვენი ანალიზით ყოველ შემთხვევაში კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად შევეცდებით, რომ ჩვენ ქვეყნის ირგვლივ და რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანაში მოვლენები ისე მიმოვიხილოთ, რომ შეძლებს დაგვარად გქონდეს რეალური და ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება და რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ერთი შეგვიძლია უთხრათ, რომ რა თქმა უნდა მივესალმებით ჩვენს მეგობრებსაც. კი, ძალიან ბევრი რამე მოხდა, თქვათ ამ ბოლო პერიოდში კი არის აქტიური, თქვათ, ნამდვილად აქტიური ეს კიდე სხვა თემა, ყოველ შემთხვევაში დიდად არ იგრძნობა ეგრეთ წოდებული არჩევნების თემატიკა, მაგრამ ხო, არ იგრძნობა, ისე როგორც უნდა იგრძნობოდეს, თუმცა, მაინც იყო აქტიური თვე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკის კუთხით და არაერთი ძალიან დიდი მოვლენა მოხდა და ამიტომაც ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ვისაუბროთ არა შიდა პოლიტიკაზე, არა შიდა საკითხებზე რაც ხდება, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა, შეიძლება ითქვას ნეგატიურიც, ძალიან ბევრი რამ მოხდა მნიშვნელოვანიც, ხა ეს ეკონომისტების დანახული იქნება თუ თქვათ პოლიტიკოსების ამას უკვე ჩვენ გავარჩევთ ჩვენ შემდეგ გადაცემებში შესაბამის სტუმრებთან ერთად. ჩვენ დღეს არ გვინდა უბრალოდ ვისაუბროთ 1 სექტემბერს პირველივე ამ სეზონის გადაცემაში ამ საკითხებზე, მაგრამ რაც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია, უნდა ვისაუბროთ აუცილებლად იმ გეოპოლიტიკურ. ბოლო 15 დღეში ფაქტიურად მოხდა საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორც თქვათ პუტინის და ტრამპის შეხვედრა და აგერ ეხლა მიმდინარეობს შოსის სამიტი, შეიძლება ითქვას, შანხაის ქვეყნების და იცით რომ როგორი და რომელი ქვეყნები და როგორი ქვეყნის ლიდერები არიან ჩასული და ეხლაც კი ფაქტიურად ეხლა მორჩა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პუტინსა და ერდოღანს შორის. მოკლედ ამიტომ გადავწყვიტეთ ვისაუბროთ ამ საკითხზე. და ვფიქრობ, მით უმეტეს ირაკლისთან, როგორც პოლიტოლოგთან და ასევე ცოტნესთან, როგორც ფილოსოფოსთან და ანალიტიკოსთან, ჩვენ სწორედაც გეოპოლიტიკას ვაკავშირებთ და უკავშირებთ ჩვენ ქვეყანას, რომელიც ყველაფერს თავი დავანებოთ, ის რაც ახლა აზიაში ხდება, იქ ჩინეთში ხდება, ყოველ შემთხვევაში მარტო მხოლოდ ისტორიულ მონაკვეთით რო ავიღოთ აბრეშუმის გზა და მნიშვნელობა საერთოდ ჩვენერი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის, რა თქმა უნდა, სისულელეა რომ ვიღაცას ახლა აუყვეთ მაინც და მაინც იქით, რა ქვია, ღრმა შიგ მაპატია და ევროპაზე ვისაუბროთ, როცა ჩვენ მართლაც თუ რამე ხდება ახლა მოვლენები და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, მთელი მსოფლიო პოლიტიკა წყდება. და ამიტომ ჩვენ დღეს შევეცდებით, რომ სწორედ ამ თემები დავიწყოთ და რა თქმა უნდა დავიწყოთ თენგო, კარგი იქნება თუ დავიწყებთ უკვე მიმდინარე პროცესზე ჩინეთის, რაც ხდება ახლა ჩინეთში, როგორი დელეგაცია, რა ქვეყნები, განსაკუთრებით რომელ ლიდერებზეც არის საუბარი ჩვენ ვიცით, თუმცა ევროპელებმა და ევროპელმა ლიდერებმა თავად ასე ვთქვათ, დიდი ხნის განმავლობაში არაფრად არ უყურებდნენ, ჩვენ ვიცით მათი პოლიტიკა, რომ თორეცად რა შანხაი, რა პუტინი, რა სი ძინპინი, რა ინდოეთი, მაგრამ აგერ ჩვენ ვნახეთ სასოწარკვეთილი ქალბატონი ფონ დერ ლაენი, რომელიც რაღაცა პოლონეთის საზღვარზე იდგა და საერთოდ ბელარუსის საზღვართან ჩაატარა, საოცრება ხდება. მოკლედ დავიწყოთ. არ მეგონი მერაბ ის ეტაპი და ცოტნეთი დავიწყებ ასე ვთქვათ შეკითხვებს. ის ეტაპია ალბათ სხვათა შორის ვაკას ეწერა
თავის გორგილაძე თავის Facebook გვერდზე და სრულიად უიზიარებ მაგ პოზიციას, რომ დგება ის ეტაპი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც მრავალსაუკუნოვანი დომინაცია ევროპის კი სრულდება. ევროპის სივრცის სუსტდება და ის იქნება არა მთავარი მოთამაშე მსოფლიო მაგიდაზე, არამედ ის იხვეწება, რომ საერთოდ მაგიდაზე დასვათ. და ამას ჩვენ ძალიან თვალნათლივ ხედავთ. კიდევ ერთი რამ რაც საინტერესოა, აი ამ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ამ შეხვედრამ სამიტმა, რაც მიმდინარეობს პეკინში, ჩემი აზრით ეს არის პირველი შემთხვევა ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ, გაპრეზიდენტების შემდეგ, როდესაც რაღაც საერთაშორისო მოვლენამ გადაფარა ტრამპის დღის წესრიგი, ასე ვთქვათ, მსოფლიო მედიაში. და აი დღეს მაგალითად ამ დღეების განმავლობაში ტრამპის დღის წესრიგი, მისი განცხადებები, მისი პოზიციები თითქოს რაღაც უკანა პლანზეა გადმოწეული და ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, და წინა პლანზე არის ამოწეული სწორედ პეკინის შეხვედრა და იქ მიმდინარე პროცესები. ეს საკმაოდ თვალსაჩინო იყო. აი, ცოტნე შენთან დავიწყებ საუბარს, რატომ ხდება, რატომ მოხდა ესე, გასაგებია ეხა პეკინში ბევრი ლიდერია ჩასული და ეს თავისთავად იპყრობს, ასე ვთქვათ, ყურადღებას, მაგრამ აი თითქოს განსაკუთრებული ყურადღება არის ამ შემთხვევაში ამ შეხვედრების მიმართ. გააქვს თუ არა მოლოდინი და უნდა გქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ მართლაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის იქ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ეს არის ერთ-ერთი საკვანძო შეხვედრა. რაც ეხლა ერთ დავამატებ სანამ ცოტნე დაიწყოს ბოდიში. აი ევროპელების პოზიცია, რადგან ვაკას სტატუსი ახსენე, მის გამახსენა გუშინ საღამოს შემხვდა ეს სტატუსი. ერთის მხრივ ვითომ რომ მათი პოზიცია რა იყო ცოტნე რა, მაგრამ აი კითხვასთან ერთად რომ ხო მათი ის იყო რომ საერთოდ ყურადღებას არ აქცევდნენ ამ საკითხს და რომელ გაშუქებაზეა საუბარი და ну აღმოჩნდნენ ფაქტიურად სხვათა შორის აი PR-ში ხო ანუ საზოგადოების ურთიერთობაში არის ასეთი ხდება ასეთი მოვლენის წინაშე დგები ხომ როდესაც რაზეც შენ კაი ხნის განმავლობაში არ აქცევდი ყურადღებას იმიტომ რომ აღმოჩნდები ამ დროს რომ შენთვის აუცილებელი წყარო ხდება რომ ხო მთელი ევროპაში დღეს ამას აშუქებენ და ამაზე მიდის ჯელობა აი ეს ნუ არ ამასი ჩვენ ხო არ მოვახვედრეთ არა ეხლა ჩვენ ვარ დაგვიწყო რომ deep state-ებს რაღაცებს ვეძებთ ხო თავად ხედავთ რასაც აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ თავად აშუქებენ და ყველა დეტალს სხვათა შორის არ ტოვებენ არც ერთ დეტალს კი ბატონო, მოგესალმებით, მეგობრებო, მისვამდი ჩვენს მაყურებელს ძალიან მარტივად რომ უპასუხოთ, აი რატო აშუქებენ, იმიტომ რომ დღეს შეიძლება ასე ითქვას, რომ აი ის აზრები და ის შეხედულებები, რომ შეიძლება ცენტრმა სოფლიოსი დასავლეთთან გადმოინაცვლოს აზიისკენ, სულ რეალური ხდება. იმიტომ რომ მსგავსი ურთიერთდაპირისპირებული ქვეყნებიც კი, როგორც დაუშვათ ინდოეთი და ჩინეთი იყო ბევრი რიგი მიზეზების და გამო და პრინციპში არის ინდოეთი და პაკისტანის, რომელთაც ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიებიც აქვთ, ხო და დღეს ახერხებენ საერთო მაგიდასთან ჯდომას და საერთო ინტერესებზე საუბარს, ხო? ანუ ეს არ არის ესეთი უმნიშვნელო ამბავი ევროპელებისთვის და ამერიკელებს, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან, რომ ეს შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს მათ და რატო არის მნიშვნელოვანი, აი განსაკუთრებული მნიშვნელობა რატო ენიჭება ამას მოდი დავიწყოთ იქიდან რომ აი სანამ ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდო და ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ის დაუშვათ იდეოლოგები რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებდნენ და მოიხსენიებოდნენ როგორც ტრამპის მხარდაჭერები მათ შორის ეს მარშ ჰეიმერი იქნება თუ ჯეფრი საქსი იქნება და ამ შემდეგ ხო მათი ანალიტიკას თუ გადავხედავთ რა იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი მარცხი ხო რა ასუთვლიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბაიდენის ადმინისტრაციას თავარ მინუსად. ეს იყო ის, რომ მათმა ამ პოლიტიკამ, უგუნურმა პოლიტიკამ, როგორც ისინი თვლიდნენ, აი უკრაინაში კონფლიქტის პროვოცირებამ გამოიწვია რუსულ-ჩინური დაახლოება, ხო და ეს და ჩინეთის არაფრად ჩაგდება. ხო, რა თქმა უნდა 30 წლის განმავლობაში, ნუ ეგ ზოგადად მათთვის დამახასიათებელი ქცევა, ხო? ხო და აი ამ პროცესებმა გამოიწვია ჩინურ-რუსული დაახლოება, გარკვეული სახის ალიანსები, კავშირები, სტრატეგიული პარტნიორობები და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს მიმართულება და სწორადაც ალბათ მიიჩნეოდა ამერიკული ჰეგემონიისთვის საფრთხის შემცველად, იმიტომ რომ ჩინურ-რუსული ალიანსი შეიძლება იყოს ის ალიანსი, რომელიც შეძლებს ამერიკული ჰეგემონიის უკუგდებას და პრინციპში რასაც უყურებთ დღეს მსოფლიოში, მან ეს გარკვეულწილად უკვე შეძლო, ხო? დღეს ამერიკული ერთპიროვნული ჰეგემონია მსოფლიოზე
ამერიკის შეერთებულ შტატებს ვეღარ აქვს. შესაბამისად ეს იყო ის სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც დემოკრატების მთავრობა ბაიდენის ადმინისტრაციის სახით უშვებდა ამერიკის საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. ამის შემდეგ ტრამპი მოდის და არსებობს გარკვეული მოლოდინები, მათ შორის ტრამპის განცხადებები, ტრამპის ასე ვთქვათ, ტრამპის მხრიდან თბილი მოხსენება და თბილად საუბარი პუტინთან დაკავშირებით. ხო, ეს აჩენს გარკვეულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ეცდება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას და ეს ალბათ უნდა მოხდეს რუსულ-ჩინური ალიანსის თუ ჩამოშლის არა გაყინვის საპირწონედ, ხო? მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ რა ვხედავთ დღეს, რა შედეგი მივიღეთ. ესე შორიდან რომ შევხედოთ, ჩვენ რასაც უყურებთ, შედეგი ეს არის. ერთ ამ ჩაგიგიწოდნე არ გაწყვიტო აზრი, იმიტომ რომ სწორედ მაგაში ხება, შენ თქვი რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ თითქოს უფრო რაციონალური პოლიტიკა იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხო და მართლაც ეხა ამერიკის მიზანი უნდა იყოს რუსულ-ჩინური ალიანსის ჩაშლა და ამის საუკეთესო გზა არის სწორედ რუსეთთან ურთიერთობების დაახლოება, რუსეთის დარწმუნება იმაში, რომ შენ ჩინეთი არაფერში გჭირდება, აგერ ვართ ჩვენ განვითარებული დასავლეთ ცივილიზაცია, მოდი ჩავეხუტოთ, ვიმეგობროთ, ვიყოთ ერთად. ეს გასაგებია, მაგრამ ამის პარალელურად ტრამპი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც მაგალითად 50%-იანი ტარიფები დაუწესა ინდოეთს, თავის მოკავშირე ინდოეთს. ზუსტად მაგას ვამბობ. ეს რამდენად არის პრაგმატული და რაციონალური? ზუსტად მაგას ვამბობ. უყურე იმის ნაცვლად რომ აქვს ამის ტრამპს ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ტრამპს ამის ცელობები არ აქვს ალიასკაში ეს შეხვედრა და ის გულთბილი შეხვედრა ფლაშერის კადრები ვრცელდება და ძალიან ესეთ ბევრმა ცნობილმა სოციალურმა ქსელმა სოციალურ ცნობილმა ანგარიშებმაც ცოტა იყავთ გაშაყირა ტრამპის ეს თუ ნახეთ კადრები როგორ უყურებს პუტინს, როდესაც პუტინი ამერიკაში გამოდის და საუბრობს თუ რაღაცა ესეთ წარწერა იყო თუ ქმარს ასე არ უყარხართ მაშინ გაშორდით ანუ ისეთი თბილი გაუმეტყველები და თბილი თვალებით უყურებს ეს რეალური კადრებია, მაგრამ რისი თქმა მინდა აქვს ტრამპს ამისწრება რომ რუსეთთან დაალაგოს, იქ ალიასკაში ჩაიყვანა, იქ უმასპინძლა რაღაცა იქ საერთო წარსულზე ილაპარაკა, მათ შორის პუტინმაც რომ ალიასკა ეს ყოფილი რუსული მიწა, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაში შემავალი და ეს საერთო ისტორია, მე იყო საუბარი მეორე მსოფლიო ომში საერთო გამარჯვების მიღწევაზე და ამ შემდეგ, მაგრამ ამის პარალელურად ხდება ის რომ იმის ნაცვლად რომ ჩინურ-რუსული ალიანსი შესუსტეს, ამ ალიანსს ამ ღერწს კიდევ ერთი ცენტრი და ეს არის ინდოეთი, რომელიც აი ვიღაცებს შეიძლება აქ წარმოუდგენიათ, რომ ეს ჩამორჩენილი ღარიბი ქვეყანა ინდოეთი და ასე შემდეგ. არა, ნუ ვიღაცებს კი, აი ჩვენ ლიბერალები იქნებიან, კი, იქნებიან ჩვენ ლიბერალები, მაგრამ უნდა აი ჩინეთის ამერიკის შემდეგ ინდოეთი არის მესამე ეკონომიკა დღეს უკვე მსოფლიოში, ასე რომ ის არანაირად აღარ არის ჩამორჩენილი. მოსახლეობა ძალიან დიდია, ნომერ პირველია გადაასრულა ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობის რისხობის ქვეყანაზე. ხო, 1.5 მილიარდამდე არიან დაახლოებით. კაცობრიობის მთლიანი რაოდენობის ნახევარზე მეტი არის ჩინეთი და ინდოეთი. ნახევარზე მეტი არ არის, მაგრამ თითქმის 40% არის, იმიტომ რომ სადღაც 3 მილიარდამდე არიან ერთად ჯამში, ხო. აი, შოსის ქვეყნებს და ბრიქსის ქვეყნებს თუ ავიღებთ ყველას ერთად? მაშინ სადღაც ნახევარი იქნებიან, კი ბატონო. ნახევარი იქნებიან და ხო და აი ეს ცენტრის დამატება აი ამ ღერჩი ჩინურ ასე პეკინი, მოსკოვი, დელი ეს არის სერიოზული საფრთხე დასავლური ცივილიზაციის ეს ესე მარტივად არ უნდა იყოს აღქმული. მიუხედავად მათ შორის თუ ჩვენ ყურადღება დღეს იქ პუტინი რო გამოვიდა აი ამ კონფერენციაზე, რომელიც იმართება შანხაისში, ხო? და თქვა რომ ჩვენ მივესალმებით ჩინეთის მცდელობას რომ შეიქმნას ახალი უკეთესი, უფრო აი სამართლიანობასა და ისტორიულ სამართლიანობას დაფუძნებული გლობალური მართლობის მოდელის შემოღებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, ეს რას ნიშნავს? გლობალური მართლობა არ უნდა გავიგოთ რაღაც მასონებით და რაღაცა ლოჟებად, ხო? გლობალური მართლობა ნიშნავს, რომ ის ქვეყნები, რომელსაც აქვს იმის ძალაც და იმის პოტენციალიც, რომ საკუთარი ინტერესები წამოაყენოს, მაგალითად რუსეთი, რომელიც 30 წელია ითხოვს, რომ
არ უნდა მოხდეს ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და მის საზღვრებთან ნატოს შეიარაღება არის მისთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი, აი ასეთი ქვეყნების ინტერესები და მოთხოვნები იქნას, ეს არის სამართლიანი გლობალური მართლობის სისტემა, ხო? სადაც ასეთ ძალებს და მათი ინტერესები იქნება ასახული შესაბამის დღის წესრიგში, ხო? ანუ ეს არ არის როგორ ვთქვათ, შეხვედრისთვის, იმიტომ ენიჭება ამას ამ მნიშვნელობა და თან უნდა გავიხსენოთ რომ ეს ხდება ალიასკაში ტრამპის და პუტინის შეხვედრის შემდეგ, ხო? როდესაც დაგეგმილი მანამდე იყო. კი, დაგეგმილი მანამდე იყო, მაგრამ მანამდე რომ ემთხვევა ტრამპის და პუტინის შეხვედრა და მე ეს ხდება, ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გამოხმაურება ჩვენ ხო გვახსოვს იქ ტრამპი ფაქტობრივად აღფრთოვანებული იყო, რომ პუტინს ომის გაჩერება უნდა, ომის შეწყვეტა უნდა, რუსეთს ესმის, ეს ხო ჩვენს გვესმის იდეაში რუსეთის და აი ეს ომი რო დაიწყო, ეს არის რაღაცა ის პრინციპში თქვა, რომ რაღაცა პრობლემები, რომელიც მან გაჩნდა რუსეთი რასაც ამბობს, ხო, ნატოს ეს არის სიღრმისეული პრობლემა და ჩვენ გვესმის თქვა ასეთი რაღაცა ტრამპმა, რომ ჩვენ გვესმის რუსეთის, ხო, მას რა ინტერესებიც აქვს. და თან ამ დროს პუტინი udასტურებს იმას, რომ ტრამპი რო ყოფილიყო პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა, ხო? ხო, პუტინმა ეს დაუდასტურა იქვე, ხო? ანუ ეს ნიშნავს, რომ რაღაცა გარკვეული წარმოდგენები და ეს ბევრი მოლოდინი გაჩნდა აი ამ შეხვედრის მერე იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა ეს კონფლიქტი უკრაინაში დასრულებულიყო, ხო? რასაც სხვათაშორის თუ იმას დავაკვირდებით ნეიროლინგვისტიკას, ხო? ტრამპ პუტინიც კი ეხლა თუნდაც ჩინეთში უკრაინის კონფლიქტს ეძახის კრიზისს, ხო? ანუ კრიზისი ნიშნავს, რომ ეს კრიზისი არის ყველასთვის, ხო? არის უკრაინული მხარესთვის, არის რუსული მხარესთვისაც და ეს კრიზისი რაღაცნაირად უნდა კი, რაღაცნაირად ეს კრიზისი უნდა გადაიჭრას, ხო? კრიზისულ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაჩერდება ნებისმიერი სისტემა, რომელიც კრიზისში იმყოფება, თუ კრიზისი არ გადაჭერს, აი მანამდე მოხსენიებულ, როგორც მანამდე იყო მიღებული აგრესორი დაუშვათ აგრესიად რომ მოიხსენიებდნენ და თან აი პირდაპირ ტერმინი ჰქონდათ არაპროვოცირებული აგრესია რუსეთის მხრიდან. ეს შეეცვალა დასალდური ტერმინით კი, მაგრამ ნუ აი კრიზისის დამკვიდრება რა განსხვავება არის? კრიზისში ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა მხარეა პასუხისმგებელი ამ კრიზისის მოგვარებაზე. აი ეს ყველასთვის რუსებმაც დათმეს ეს ის კი არ არის რომ გამარჯვებული არ არსებობს. რუსებმაც დათმეს ეს პოზიცია სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც ადრე მოიხსენიებდნენ, უკვე კრიზისად იქცა. იმიტომ რომ პრინციპში ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, მართლა კრიზისია ყველა მხარისთვის. იმიტომ რაღაცა წინსვლები მიუხედავად იმისა, რომ და როგორც რუსული გენშტაბი ამბობს, ინიციატივა ჩვენს ხელშია და ის რომ ჩვენ ახლა ხანს იყო გუშინ წინ ბრიფინგი რომ ჩვენ რახანო დიდი წინსვლა ვერ გავაკეთეთ ამ ზაფხულს ეს იმის ხარჯზე მოხდაო რომ უკრაინელებს აქვთ კოლოსალური რა ქვია მსხვერპლი რა ცოცხალი ძალის მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ხო ისინი იბრძვიან მათი წარმოდგენით იცავენ საკუთარ ქვეყანას ესენი საკუთარი ინტერესების და საკუთარი მიზნების დასრულებად მოქმედებენ ხო ატარებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და ომობენ ეს ორი მოცემულობა გვაქვს მაგრამ ფაქტი ის არის რომ ესენი ვერც იმ მასშტაბით ვერ მიდიან წინ რომ რაღაცა გარდამტეხი როლი კონდეს ამას აი ამ კონფლიქტში და ისინიც უკრაინების საკუთარი ტერიტორიების განთავისუფლებას კი არა იქ სადაც არიან იქაც ძლივს განან ხო იმ ძლივს ინარჩუნებენ იმ ფრონტის ხაზს სრულიად ეს კრიზისია და აქ არის ახალი სოფლიოს დაბადების კონტურები იკვეთება და როგორ შეხვდებიან ამას მათ შორის ტრამპი და მათ შორის დასავლური ცივილიზაციის ქვეყნები ხო ამას ძალიან მალე ვნახავთ პრინციპში ხო ესე ზოგადად რომ თქვათ, აი რა ბერკეტი შეიძლება გქონდეს დასავლეთს აი ამ ყველაფრისგან, აი ამ ყველაფრის შესაჩერებლად, ძნელად წარმომიდგენია თუ როგორ უნდა თუ მათ ვერ მოახერხეს აი ამ კოალიციების ჩამოშლა, ხო, ამ პეკინი, დელი, მოსკოვის ჩამოშლა, რომელიც კი ეს არის ახალი კოალიცია, აქვს საერთო ინტერესები და მათ ეს რთული იყო, რომ მათ მოეხერხებინათ ერთ მაგიდასთან დაჯდომა და მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მაინც წყიფეა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის რაღაცა შემდგარი ხო ანუ რაღაცა ერთმოშტად როგორც არის დავშვა ნატო არის რომელიც იქაც შეიძლება რაღაცა წინააღმდეგობები არსებობდეს მაგრამ ის იმდენად დაქვემდებარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ მისი ინტერესების მიღმა მოქმედება ფაქტობრივად წარმოუდგენელი აქ რეალურად არის რამდენ სუვერენული ქვეყნების რაღაცა თანამშრომლობა სადაც ყველას შეიძლება ამ მომენტში აქვთ რაღაცა საერთო ინტერესები მაგრამ მათ აქვთ ასევე განსხვავებული ინტერესები რომელიც შეიძლება რიგ შემთხვევებში ერთმანეთთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში მადლობა ცოტნეს მე ირაკლისთან მინდა გადავიდე შეკითხვით რა თქმა უნდა ვჩებით ისე შოსის და
ჩინეთში რაც ახლა ხდება, უბრალოდ აი ირაკლი, შენ ყოველთვის და ბოლო გადაცემები როცა გქონდა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდი და რა თქმა უნდა ანიჭებ და ეხლა ჩვენ გვაქვს საშუალება რა თქმა უნდა მოვისმინოთ, ანიჭებდი მაინც პუტინის და ტრამპის შეხვედრას. ეს იქნებოდა გადამწყვეტი, შეიძლება ერთ დღეში და ერთ საათში არ მოხდეს სხვა შორის, ბევრი რამე გამართდა, შენ ფრთხილათაც საუბრობდი ამ თემაზე. მაგრამ ძალიან საინტერესო რომ გამოიკვეთა, აი ცოტა ხაზე გავუსვა ამას და შეიძლება ასე ითქვას დამასრო, როცა მსჯელობას, როცა ანალიზს აკეთებდა, რომ ეს შეხვედრა, ჩინეთში ეს შეხვედრა იყო დაანონსებული დიდი ხნით ადრე. სწორედაც რომ ტრამპმა მე არ ვიცი, მე შეიძლება მე მომეჩვენა ესე, მაგრამ ტრამპმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ჯერ შეხვედრილიყო პუტინს და შემდეგ ყოფილიყო ეს შეხვედრა. და ლოგიკაც არის ამაში და რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თითქოს აი ამ ტრამპის და პუტინის 4 საათიანი საუბრის შემდეგ უკვე დღეს ჩინეთში რაღაცნაირად არ ვიცი, შეიძლება ეს ინტუიტიურად ვაკვირდები და შეიძლება ვთქვათ რაღაც ემოციურად გძნობ ამას, რომ პუტინისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ის შეხვედროდა ჯერ ტრამპს და მერე დასულიყო იქ. და ეს რა თქმა უნდა ასეც იქნებოდა, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრ გზავნილზე ხა რაც არის თქვა მედიაში, ტრამპსა და პუტინს შორის რაც მოხდა, ეთქოდა იგივე თქვა ინდოეთის წარმომადგენელს და იქ მყოფ ყველა ლიდერს. მაინც ნიშნოდა, ასევე ცოტა მახსენა, რომ იქ სუვერენული ქვეყნები იღებენ მონაწილეობას, დიდი და პატარა ქვეყნები. მე პირველი ნაწილის კითხვა მინდა მაინც აი ამ ბმაში შენ როგორ ხედავ რამდენად მართლა შენს ხედავ ამას რომ კი პუტინის და ტრამპის შეხვედრის 4 საათიანი საუბრის შემდეგ მე რაღაცეებში ის რაღაცა მესიჯად ჩაიტანდა და ბუნებრივია ტრამპსაც ეთყობა რაღაც სიმშვიდე იმიტომ რომ ვიცით ხო ჩინეთი მისთვის რა არის ხო პაექრობის ამ დიდ პოლიტიკაში შესაბამისად თუ გზნობ შენ იგივეს და რამდენად თქვათ იგივე გაითვალისწინებდა და შეიძლება ასე ითქვას რომ დიახ ხდება გეოპოლიტიკაში ის იმიტომ რომ გამოკვეთილი ფიგურები არიან ეხლა ტრამპი პუტინი სი ძინპინი ეს სამი გამოკვეთილი ქვეყანაა და ლიდერები რომლებიც წვიტავენ მსოფლიოს ბედს ხო და რა თქმა უნდა რაღაცებს გაითვალისწინებდნენ. როგორ ატყობ შენ, აი თუნდაც ახლა რაც ხდება ჩინეთში როგორც მის სამიტი. იგრძნობა თქვათ ეს რაღაცა არის თანდაყოლილი ეს და იმიტომ რომ პუტინი ძალიან ბევრ განცხადებას სხვა შორის მათ შორის იმის მერე ბევრი რაღაც დაიძაბა კიდევ ჩვენთვისაც იგივე თქვათ თურქეთთან მიმართებაში აგერ ბაქო, სომხეთი და იქ ეს ხალხი არის, ეს პატარა და დიდი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას. აი თუ გაქვს ეს განცდა შენ და უშუალოდ რასიზავს შოსის ეს ახლა შეკრება რამდენად იმოქმედებს რომ თქვათ გაამყაროს მართლა გამყარდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დამთავრების საკითხი. კი ბატონო, მოგახსენებთ, შევეცდები უფრო დეტალური ანალიზი გავაკეთო. საერთოდ ეს ტრამპის ადმინისტრაცია როცა ხელისუფლებაში მოდიოდა, ეს რეალისტების ჯგუფი, რომლებიც ცოტა განსხვავებულ, ცოტა კი არა, საკმაოდ განსხვავებულად უყურებენ საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირების ასპექტებს. იმ გლობალისტების, ლიბერალი გლობალისტებიდან განსხვავებით, ვინც იყო თავშეთ ბაიდენი და ასე შემდეგ. მათი ერთ-ერთი მთავარი განცხადება კეთდებოდა, რომ საერთაშორისო სისტემა ეს არის სამპოლუსიანი, თუნდაც რუბიო მას განაცხადა, არის სამი დიდი სახელმწიფო, ეს არის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი. მათი განცხადებებიდან ჩანდა პირველივე ეტაპზე, რომ მთავარი კონკურენტი მოწინააღმდეგე შეერთებული შტატებისათვის ეს იყო ჩინეთი, პეკინი, მის ეკონომიკურ განვითარებიდან გამომდინარე, ტექნოლოგიურ პროგრესიდან გამომდინარე, ფაქტობრივად მან ეკონომიკურ თვალსაზრისით, ტექნოლოგიურ თვალსაზრისით გაუსწრო შეერთებულ შტატებს და ზუსტად აქედან გამომდინარე, მათი მთავარი ასპექტი ამოცანა ამ ელიტისა, რომელიც მოვიდა ახლა ხელისუფლებაში, იყო რეინდუსტრიალიზაციის პროცესის დაწყება, ტექნოლოგიურ განვითარება, რომ გაესწრო ამ ჩინეთისათვის. თუმცა საერთაშორისო სისტემაში ძალიან დიდი სპეციალისტი ასეთი ამერიკელი მორტონ კაპლანი, რომელიც აღნიშნავს შემდეგ რაღაცას, რომ როცა საერთაშორისო სისტემაში არის სამი დიდი მოთამაშე და ერთი მოთამაშე ცალ-ცალკე აღებული ორზე უფრო ძლიერია, ამ შემთხვევაში ის ორი ერთიანდება ერთის წინააღმდეგ. თავიდანვე, ამ შემთხვევაში რუსეთ-ჩინეთი რო ავიღოთ, მათი გაერთიანებული ძალა უფრო ძლიერია შეერთებულ შტატებზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახსენა ცოტნემაც ახსნა მირშაიმერის ცნობილი რეალისტი, ნეორეალისტი უფრო კონკრეტულად, მათი მთავარი ამოცანა ის თავიდანვე უკრაინის კონფლიქტი სანამ დაიწყებოდა, მას აქვს ოფშორული ბალანსირების კონცეფცია.
რომლის თავარი ამოცანა ეს იყო სამხრეთ აზიის მიმართულებაზე გადანაცვლება და იქ ბლოკირება ჩინეთის. ეს იყო მთავარი ამოსავალი წერტილი შეერთებული შტატებისათვის. თუმცა მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციამ და გლობალისტების ადმინისტრაციამ ეს არ გაითვალისწინეს, თუ მათი მთავარი მათი ხედვა ასეთი პარადიგმული ხედვა საერთაშორისო ურთიერთობებში ამ გლობალისტების არის ის, რომ აი რუსეთს დავამარცხებთ ხარტლენს, ან გეოპოლიტიკური ტერმინოლოგიით თუ მიჯერებთ და დამყარდება გლობალური წესრიგი ისეთი როგორც ჩვენ გვინდა საბოლოო დავამყაროთ უნიპოლარულ სისტემას. თუმცა რუსეთის წინააღმდეგობამ დაანახა მათ, ეს გამოიყენა ჩინეთმა სათავისად. ბოლო 30 წელია ჩინეთი ფაქტობრივად გარიდებული ამ საერთაშორისო სისტემაში დაპირისპირებს და გეოპოლიტიკური დაპირისპირების თამაშებს და გარკვეულ ზღუდის ფუნქციას ამ შემთხვევაში ასრულებდა რუსეთი. შესაბამისად ამ 30 წლიანმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებამ დასავლეთისა, კოლექტიური დასავლეთის და განსაკუთრებით შეერთებული შტატების ჩინეთს მისცა ის კარტ ბლანში, რაც გააკეთა მან ამ მთელი 30 წლის განმავლობაში ეკონომიკური, ტექნოლოგიური პროგრესი და შემდეგ. ნუ სამხედრო თვალსაზრისითაც გაძლიერდა. ეს რომ ამ რეალისტებმა რომ მიხვდნენ რომ ეს არანორმალურია და ჩინეთი გაგვიქცა უკვე, როგორც ტოლსტორი მოთამაშე ეკონომიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით თავისი ბირთვული არსენალიდან გამომდინარე მაინც თვლიან რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით. შესაბამისად, მათ მოინდომეს საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის კორექტირება ჩინეთის მიმართულებაზე. და ამიტომ იყო განპირობებული იმით ტრამპის და ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ შევაჩეროთ რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთს მივცეთ, რაც უნდა და ამოსავალი წერტილი ამ კონფლიქტის დაწყების ეს იყო, რომ ნატოში არ უნდა გაწევრიანებულიყო უკრაინა, არავით არის თავიდან ტერიტორიულ პრეტენზიებს არაფერს არ ითხოვდა, თუ გავითვალისწინებთ, უნდა 22 მარტს არ იყო არა სტამბოლის ფაქტობრივად დადებული ხელშეკრულება. ამას აღიარებს კიდევ ტრამპი, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში მართალია. კი ბატონო. წლების განმავლობაში ითხოვდა ჯერ კიდევ 2000. შესაბამისად რუსეთს ეუბნებოდნენ თქვენ ნატოში არ გავაწევრიანებთ. კი, გასაგებია ძალთა სამხედრო თვალსაზრისით სამხედრო ძალთა ბალანსი შეიქმნა რეგიონში ისეთი რომ ვერც თქვენ მიდიხარ და ვერც ისინი მოდიან, თუმცა თქვენი პირველი ამოსავალი წერტილი ეს იყო ნატოში არ გაწევრიანება და შესაბამისად ჩვენ მას დავბლოკავთ ამათ გაწევრიანებას. გახსოვთ არა პოსტსაბჭოთა სივრცეზეც იყო მთლიანად საუბარეთი პერიოდი და მაგ კელოგმაც განაცხადა რომ ჩვენ ამას ვღებულობთ რა ამ თემებზე ვისაუბრებთ. საქართველო უკრაინაზე იყო. ზუსტად ამ კუთხით უდგებოდა ტრამპი ამ თამაშს. შესაბამისად ამან გამოიწვია ის რომ მოხდა ეტაპობრივი კომუნიკაცია, ამ კომუნიკაციის ინტენსიფიკაცია და რამაც საშუალება, ვიხილეთ ყველა მალიასკაზე შეხვედრა ტრამპი პუტინს და სხვათა შორის ორივე მხარე მეტნაკლებად. კი, ეხლა ტრამპი უფრო ჩქარობდა ამ საკითხთან დაკავშირებით და მას სურდა რომ იმ დღესვე როგორც ზდელკა ხო, როგორც იგი ის უწოდებს, იქ დასრულებული იყო. თუმცა არის რაღაცა საკითხები, რუსეთმა უკან დაიხია, რომ ვთქვათ, თუ თავიდან ითხოვდა 4-ვე რეგიონს. ის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები, სადაც არის გავლებული ხაზზე, საბრძოლო მოქმედებების ხაზი ჩერდებოდა, თუმცა სამხედრო სტრატეგიულ თვალსაზრისით გასაგებია ახლა რუსების ხარეც ის ითხოვდა დონბასის სრულ დათმობას. შემდგომ ჩვენ როგორც ვიხილეთ ამ ევროპელების ვოიაჟი ზელენსკისთან ერთად, თუმცა გამოჩნდა ისე, რომ ტრამპმა და გუშინაც ცელდებოდა ინფორმაციები, დასავლური საკმაოდ ისეთი გამოცემების, რომ ამტკიცებენ, ტრამპმა ვერ მოახდინა სათანადო ზეწოლა და ზეგავლენა თავის, როგორ ვთქვათ, პატარა მოკავშირეებზე, ხო? ვერ ზელენსკიზე და შესაბამისად კონფლიქტი ჯერჯერობით არ არის შეჩერებული. თუმცა გუშინ თქვა ტრამპმა, რომ შეხვედრა გაიმართება, სამხრივი შეხვედრა. კი, ეხლა უფრო მეცაც გეტყვით. ამის ფონზე ეს პუტინის ნაბიჯი იმაში რა ქვია ჩინეთში მან დაინახა რომ ტრამპი ვერ ახდენს ზეწოლა სათანადოს. შეუძლია ზეწოლა ტრამპ შეუძლია თუ მას ომის გაჩერება უნდა ერთ დღეში გააჩერებს მარტო რითი იცით? საერთოდ შეუწყვიტავს ყველანაირ დახმარებას. ზელენსკი იძულებული იქნება ხელი მოაწეროს იმას რასაც ტრამპი სთხოვს. თუმცა ამერიკელებს ეთყობა ვისაკამერი როგორ იქნება ქართულად? მაღალი ვისაკამერია. ქედმაღლობა აქვს. ესეთი ტრამპს ეგონა რომ მოდი ინდოეთს დაუწესებ, ჩინეთს დაუწესებ, ყველას დაუწესებ და შესაბამისად როგორც ევროპელები გაიგნენ ფეხქვეშ, ისე გაიგებიან ეს დიდი სახელმწიფოების. თუმცა მოხდა საპირისპირო ჩინეთი, ინდოეთი კიდევ უფრო მეტად დაუპირისპირდნენ. გასაკვირია ინდოეთის პოლიტიკა რა. თუ გეოპოლიტიკურად დავიღებ თვითონ ინდოეთს ამ გეოპოლიტიკური ტერმინოლოგიით თუ გამოვიყევთ, ეს არის ერთგვარი სახმელეთო
და საზღვაო გეოპოლიტიკურ ცივილიზაციათა შეჯერების რაღაც ადგილია. მაშინ საფრანგეთის იმპერია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი აი ეს ორი ელემენტის ჰიბრიდული ფუნქციონირების პროცესში გეოპოლიტიკა თუ არის. შემთხვევაში ინგლისელები მათ შეუძლიათ, ინდოელებს შეუძლიათ, შეუძლიათ აიღონ საზღვაო, ატლანტისტური მხარე და შეუძლიათ აიღონ სახმელეთო, ხარტლენდის მიმართულება. შესაბამისად, ამ მოდიმ და ამ ელიტამ ადმინისტრაციამ ვინც მართავს დღეს იმას რა ქვია ინდოეთს მათ სახმელეთო ცივილიზაციის ანტიატლანტიკურ პოზიციებზე დადგნესენი. ეხლა ჩადის, ეხლა პუტინი ჩავიდა. შეიძლება იყოს მყარი ალიანსი. აი, შეგვიძლია თქვა თულია ამაზე ალიანსი საერთოდ ერთ რაღაცას გეტყვით. ისტორიულად ჩინეთი, ინდოეთი ეს არის სოციალურ მეცნიერებებში ალიანსის გამყარებას ან ადამიანთა სოციალური ჯგუფის გაძლიერებას, გამყარებას ერთიან მონოლითურ სტრუქტურად საერთო მტრის ხატი ხნის. ტრამპმა ქნა ისეთი ინდოეთიც გადაიმტერა, ჩინეთიც რაც გადამტერებულია და რუსეთთან ხო ხდებით ვერალაგებს ბოლომდე ვერ ახსენ საკუთარ მოკავშირეებს. ეხლა ჩადის, პუტინი ჩავიდა, კიდე ეხლა დღეს ვკითხულობდი, ტყვია წამლის შესყიდვა მოითხოვა რუსეთისგან იმან რა ქვია ინდოეთმა ოფიციალურად მოითხოვა. და შესყიდვები კიდე ენერგორესურსების შესყიდვებზე კიდე ომის დაწყებამდე, სანამ ეს კონფლიქტი დაიწყებოდა, ინდოეთთან ხელშეკრულება გააფორმა რუსეთმა კალაშნიკოვის ქარხნის ავტომატებში ერთი თვით ადრე სანამ ომი დაიწყებოდა 23 წელს თუ 22 წელს. ეხლა ხდება ფორმირება სამხრივი ალიანსის, თუმცა ეხლა რუსეთი არის ძალიან კომფორტულ სიტუაციაში და რატო? მის ხელშია ოქროს გასაღები. მის ხელშია ოქროს გასაღები. აი, ტრამპი წამოვა, შეიძლება რუსეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიგავოს ამ შემთხვევაში. არ წამოვა, შექმნიან უმსხვილეს სამკუთხა ღერც მოსკოვი, დელი, პეკინი და ახალი ინფორმაცია გავსწავლე დღეს პარიზში მიფრინავს ბატონი ტრამპი და 4 სექტემბერს იბარებს ამ თავიანთ როგორ წოდება პატარა ბავშვებს ხო რომელიც ვერ იმასკნა რა ქვია ვერ მოთოკა და თავი ზელენსკიანა და ეს დარწმუნებული ვარ სერიოზულად გაჯორავს ფაქტობრივად მისმა პოლიტიკამ ეს სამი დიდი სახელმწიფო შეაერთა ალიანსისკენ უბიძგა სამივეს თუმცა ეხლა ვთქვათ ამ ალიანსში ახლა რუსული აი ობიექტური გადმოსახედიდან ვთქვათ ხო გადავხვდით ამ სიტუაციას მაინც და მაინც ამ ალიანსში რუსეთის სიტუაცია თუ გავითვალოთ ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობას ინდოეთისაც თუმცა განსაკუთრებით ჩინეთის მის ეკონომიკურ ტექნოლოგიურ განვითარება ყველაზე სამხედრო ტექნოლოგიების მაგრა ვითარდება არმია ამდენ 3 მილიონიანი არმია ყავს თუ რაღაცა თუ არ ვწდები რაც არ უჭერთ ხალხია კი რა თქმა უნდა სამობილიზაციო რესურსი ადამიანური რესურსი ომის შემთხვევაში ეს გაცილებით უფრო დიდია რუსეთზე შესაბამისად არც რუსეთისთვის შეიძლება იყოს ძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მისაღები ამიტომ როდესაც რუსეთი ფაქტობრივად არის ორი დიდი მოთამაშე შუაში მოქცეული ერთ-ერთი დიდი მოთამაშე და საერთაშორისო ურთიერთობებში არის ასე ტერმინი აქტიური მანიპულაციის პოლიტიკა ხან ერთთან ხან მეორესთან თამაშის პოლიტიკა ბალანსირების პოლიტიკა და ამის ფონზე პუტინი ახლა ევაჭრება ტრამპსაც ტრამპს ეუბნება მე როგორც მინდა თუ ისე დამისრულეთ იმ კონფლიქტზე ახლა გასაგებია კიევში კიევის ამღები რუსეთი არ არის ამ ეტაპზე ამას პირდაპირ გეუბნებით მე თქვენ და არც თუმცა მე რაც ბოლოში თქვენ აი თუ ამაზე წამოხვალთ მე დავფიქრდები როგორ ავაგო ურთიერთობა ხოდაშორის პუტინის რიტორიკაც აი ამ ომთან და დამთავრებასთან და იმასთან დაკავშირებით იყო საერთოდ სხვა და ჩვენს ვატყობთ ხო შეცვლილია ხა ეს ხა კომპრომისები ეს რო არ იყოს ხელოვნების ანუ პოლიტიკური ხელოვნების და რაღაცა ეს რო არ მაპატიე და ეს რო არ გვახვევდნენ ამას თავს ხო ბუნებრივია რომ ეს იგზნობა კიდევაც და ვიცით ახლა იმიტომ რომ 4 საათი ახლა მართლა საკუთარ ცოლებზე და უირა კარგი ბიჭი ხარ არ ილაპარაკებდი ხო მნიშვნელოვანი სექსი ყვედრა ისტორიას ახსოვს ისტორიას ხო და უშუალოდ თუ კომუნისტური ჩინეთი და საბჭოთა კავშირი კომუნისტური საბჭოთა კავშირი თუ სოციალისტური ასე გამოიყენოთ ეს ტერმინი თუ მოკავშირეებენ 70-იან წლებში მაგარ რთული სიტუაცია ჰქონდათ და შესაბამისად ჩინეთმა ისე ძალიან პრაგმატული და რაციონალურად მოაზროვნე საგარეო პოლიტიკა აქვს და საშინაო სხვათა შორის. კი ბატონო. და აქედან გამომდინარე 70 წლამდე საბჭოთა მოკავშირეები იყვნენ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეაში კორეის ომში 70-იანებში დაუპირისპირდნენ 72 წლიდან საბჭოთა კავშირის დაუპირისპირდა დაიწყეს პროამერიკული ბჭყალებში პროამერიკული კურსის გატარება შეიძლება პროამერიკულის არა მაგრამ აღმოჩნდა ეს კურსი საბოლოოდ პროჩინური აღმოჩნდა შესაბამისად მომავალში 20-30 წელიწად ჩინეთი როგორ მოიმოქმედებს და ვის ხარეს გადავა ეს მის გაცმა არის თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას რომ დაუნახავი ერი არ არის
ესენი არიან ჩინელები და განსაკუთრებით კარგად ვიცით, იგივე არა მხოლოდ თქვათ სტალინის და მათი ერთი მინდა გიდაო მაგრამ აქ ერთი რამ არის კიდე საინტერესო, იმიტომ რომ თუ ვხვდები ომი ახალი მორჩენილი იყო, ხო, საომლო ომი და აქ მაისში კიდე თქვენ შორს ქართველებიც არიან გარდაცვლილი, ხო, მანდურიის ომი რა თქმა უნდა კაცო და დღემდე ბატებს მიაგებენ და ქანდაგებები მილიონი არმია ორ ეს არის ეს ხალხი სხვა შორის, იმიტომ ბრძენი ხალხია და ეხა ამ ხალხ კულტურის მე უბრალოდ რა ვიცი თენგო რომ აი ჩვენ ეხა რა თქმა უნდა ისევ ჩინეთზე საუბრობთ, მაგრამ აი აქ ითქვა და მოსახლეობასაც აინტერესებს და სხვა შორის აი კითხვა მინდა ესე დავსვა და ცოტნემ თქვა ირაკლიმას თქვა რომ შოსეს აი ამ კავშირში კი ჩვენ ლაპარაკობთ ხა სამდით ქვეყანაზე და აი შენს დასვე კითხო რამდენად გამართება გამო არ გამო ყოველ შემთხვევაში მცდელობა სახეზე ვხედავ ჩვენ და ამ მცდელობაში მონაწილეობას იღებენ ყველა ქვეყანა დიდი თუ პატარა რომელიც თავის საკუთარ სუვერენიტეტს იბრძვის მათ შორის არის აზერბაიჯანის და მათ შორის არის სომხეთიც თურქებიც მე უბრალოდ კითხვა მიჩნდება იმიტომ რომ და რატო სავამ კითხვას მე მომზადებულიც მაქვს თუ ჩვენ მომაყურებელმაც ნახოს მე ერთი კითხვა მიჩნდება ანუ ამ შემთხვევაში მინდა ცოტნესაც დაუსვა ეს კითხვა და ირაკლესაც მინდა დაუსვა ეს კითხვა რაღაცნაირად მახსოვს რომ 3-4 წლის უკან თითქოს ჩინეთთან ჩვენი ძალიან ისეთი კარგი ურთიერთობების ახლა პირველი ლენტა გაიხსნა და ეს მოდი შეიძლება არ ვთქვათ ეს ლენტა გახსნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს რო კითხვა მიჩნდება მე და ძალიან ბევრს გაუჩნდა ეს კითხვა რატო არ იღებს იქ მონაწილეობა საქართველოს წარმომადგენლობა ახ დაპატიჟეს არ დაპატიჟეს მე ამაზე არ ვეძიები მაგრამ ეს კითხვა ბუნებრივია შეიძლება იმიტომ რომ თუ იქ წყდება ისეთი ქვეყნების ბედი და ისეთი პრობლემა წყდება თუნდაც მოჩვენებითი იყოს ეს ხო ღაზას კავშირს არ აგავს რაც იყო შუა საუკუნეებში იქ მართლა ეკონომიკა იყო და იქ ისეთი ხალხი იცავდა ამ პრინციპებს რომ ერთმანეთს მტრები კი არა ამის იქით მე ომი ქონათ ერთმანეთს სარაცინები და ჯვაროსნები ის მართლა ეკონომიური იყო ის იმიტომ რომ იქ იყო გადარჩენაზე და ასე შემდეგ მაგრამ ეს ხო რეალურად აი ამ გამოიწვია იმან რომ ეს რაღაცა მოჩვენებითიც რო იყოს ეს უნდა ეს მსოფლიო კრიზისი მორჩეს რატო არ იღებს საქართველოს წარმომადგენელ მონაწილეობას მით უმეტეს იმ ფონზე მე თუ მომცემ საშუალებას უბრალოდ გავახსენოთ ჩვენ მოსახლეობას რომ ეს კავშირი კი არა მე მინდა ახლა ვანახოთ კადრები, ნახოს კადრები საზოგადოება. გავახსენოთ უფრო ეს კადრები. სტრატეგიული პარტნიორობა გახდა მაშინ. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ევროპელებთან ქონდა ძალიან დაძაბული სიტუაცია. ეხლა კიდე ხეფეხი შეეკრათ. მაგრამ მაშინ ხო გასვოთ რა იყო, არა? საერთოდ ლიბერალები დაგიჟდეთ. საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდა პრემიერ-მინისტრი მაშინ ილიაკემ ღარიბაშვილი და წავიდა ძალიან სწორად ამ დროს აი ამ კადრების მე რასაც ახლა ჩვენ ნახავთ უბრალოდ კითხვა მიჩნდება რა ხდება დღეს რატო არ იღებს მონაწილეობას და მეტიც იქ კი არა იქ რო უნდა იღებს მონაწილეობას საერთოდ სხვა კავშირში მიდის შეხვედრები არის თურქეთი რა ვიცი აქეთ ანუ იდეაში ცოტათი დაბრეული ვარ მე პირადადაც მოდი ვნახოთ ეს კადრები მინდა გავუშვათ ეს კადრები და შემდეგ აი ეს კითხვა მაქვს რომ როგორ აი ამ ყველაფრის მერე კაც რომელსაც როგორ დახვდნენ და ეხა არ არის ეხა ხო ეხა შოუების ქვეყანა არ არის შეიძლება საოცარი ფეერვერკები და საერთოდ უდიდეს კულტურის ქვეყანაა ჩინეთი მაგრამ ეხა ესე არ ხდება რა აი ნახოთ კადრები და სად წავიდა სად დაიკარგა ეს გაკეთებული მე ვერ ხვდები უბრალოდ
也转换了大议会中国籍 Welcome to 我非常高兴啊，同总理先生结识，欢迎你来华出席成都的第31届世界大学生的运动会开幕式。你也多次表示重视中俄关系，积极推动对华合作，我对此高度赞赏。建交31年了。中俄关系啊是健康稳定发展，双方的政治互信牢固，各领域的合作成果显著。中国一直把格鲁吉亚视为好朋友、好伙伴，无论国际形势如何变化。ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და არ ვიცი, აი 2 წლის უკან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იმ პერიოდში, როდესაც ამ შეხვედრის მერე, როდესაც ფაქტურად პირველად გაიჭრა ღია დაიდო სტრატეგიული ურთიერთობის ხელშეკრულება. ამას გარდა ჩვენ ახლა უბრალოდ კადრებში აღარ განახეთ. გარდა იმისა, რომ სიძიპითან შეხვედრა, სიძიპინის სიტყვა აგი როგორიც იყო. გარდა ამისა, შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნა. და როგორი, არ ვიცი, მეგობრებო, აი ეს ყველაფერი მოხდა და ამის გამო მე მახსოვს და გახსოვთ ჩვენ ყველას მაშინდელი ევროპა თან ის პერიოდი, როდესაც კი ბატონო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაწყებულია და ამის გამო გახსოვთ ფორდელაინ კი არა, ეს ბორელები და ვინ არა, სხვათა შორის პირდაპირ ხელს გვადებდნენ, რომ ესენი ვინ არიან და საწავიდან და აი უბრალოდ რატომ მიდოდა ეს კადრები გვენახებინათ თქვენ მე და თეგოს თქვენთვის რომ იმ ფონზე, როდესაც დღეს იქ შოსის საკითხებში იმ მოლაპარაკების მაგიდასთან სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები ხედან კაცმა რომელმაც და ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, გადადგა ნაბიჯი და პირდაპირ ჩავიდა ამ კაცთან და ნახე როგორ მიღება ქონდა, დღეს არ არიან. დღეს არავინ არ აჩანს ჩვენი წარმომადგენელი. არ ვიცი, არ დაგვპატიჟეს თუ ჩვენ ეს მაგაზე ალბათ ვერა ამ შემთხვევაში ქართული ოცნების წარმომადგენლის პასუხი იქნებოდა რომ ხა აზერბაიჯანი და სომხეთი ოფიციალურად მათ გაცხადებული აქვთ რომ უნდათ გახდნენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები და ასე ახსნიდნენ ალბათ რომ ამის გამო არიან ისინი მიწვეული და ჩვენ არ ვართო, მაგრამ ჩემთვის არ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი პასუხი. შეიძლება რაღაცა მე უბრალოდ დელეგაციის ყველა წევრი არ მახსოვს ახლა ზუსტად არა შოსის და არა ბრიქსის ქვეყნებიდან არის ვინმე მიწვეული? თუმცა სომხეთი არ არის არც სომხეთი და პირადი შეხვედრა ქონდა. კი, მაგრამ აი აქ ამიტომ სვავ მკითხოს. მაგის თქმა მინდოდა ეს არ იქნება დამაკმაყოფილებელი პასუხი, რომ ეხლა რადგან შანხაის ორგანიზაციაზე არ გვაქვს პრეტენზია, თუ გაცხადებული მიზანი, ამიტომ არ ვარ. მე კარგი, მაშინ სხვანაირად დავსვით. ბოდი შეგვიძლია ჩვენ დაგისვამ, ამ შემთხვევაში კოლეგას არ მიიღეს დაიბლოკა ამ შემთხვევაში როგორც კოლეგას დაგისვამ კითხოს. კი ბატონო, მესმის ეს პასუხი.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო, იქნებოდა თუ არა? დარწმუნებული ვარ იქნებოდა და მე კიდე იცი რა მახსენდება, მერაბა შენ თქმის არ იყოს, მახსოვს რა ამბავი მოაყოლეს ამ ჩინეთში ვიზიტს ღარიბაშვილისთან, ეს მოხდა სრულიად მოულოდნელად, ეს რაღაც წინასწარი ასე ვთქვათ, როგორც წესით არის ხოლმე რომ ერთწლიანი, ორწლიანი პროცესი როა, როცა ხდება ეხა ქვეყნების ასე დაახლოება, დიპლომატია უსწრებს ამას. ეს ეტაპი თითქოს არცად არ იყო, აი მოულოდნელად გადაწყვეტილება ორივე მხარე მიიღო და რა ამბავი ატეხეს აქ ადგილზე იმათ დასავლეთის აგენტურამ და იქ თვითონ დასავლეთმა ლიდერებმა რომ აი ხედავთ კომუნისტურ ჩინეთში ჩადის ირაკლი ღარიბაშვილი და კომუნისტური პარტიის მარტო ამაზე კი არ იყო ეს ამბები. აი მე ისიც მახსოვს მაგალითად ერთ-ერთ ევროპაში ერთ-ერთ სამიზე მონაწილეობდა მაშინ ღარიბაშვილი, როდესაც ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა რომ რა არის უკრაინაში კონფლიქტის მიზეზი და მან ღიად თქვა რომ ნუ ეს ყველასთვის ნობილია ნატოს გაფართოების კონფლიქტში მოვიდა რუსეთთან ასე ჯვარზე გააკრეს ამის გამო ადამიანი რომ ხედავ თო რა გაიმეორაო პუტინო დღეს რო ხა ტრამპი იმეორებს იგივეს ნეტა მაგაზე რა რეაქცია ჩვენ თავარი დაგვავისა ბუდიში შემდეგ ამ კითხვის დროსაც ჩვენ ამას მოყვა შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგიული ეკონომიკური ანაკლის სპორტის ანაკლის ამბავი აი ეს ვიდეო მე თქო უბრალოდ აი ეს ასე რომ აი საინტერესოა ცოტნე შენი აზრით რატო არ არის საქართველოს დღეს იქ სადაც რა წესით კავკასიიდან თუ ვინმე პირველები ჩვენ გავხდით ჩინეთის პარტნიორები ხო და თან აქ იმ ფონზე როდესაც აი მართლა ვინმე რაღაცა ისე კი არ გაიგოს მაგრამ მართლა რავი ეს ადამიანი იყო მაშინ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი როდესაც საქართველოს პირველი გახდა კავკასიაში ვინც გახდა ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი ვისაც აქვს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა მე მახსენდება მაშინ ჩინეთის ელჩის განცხადებები რომელმაც თქვა რომ ჩვენ მზად ვართ მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ ამ დონეზე აწეული ურთიერთობები და დღეს რავი ყველა არის იქ კავკასიიდან ჩვენს მეტი. ეგ იცი როგორ არის შენ რო ეს ქართული ოცნების არგუმენტი რომ მოიყვანე რომ აი ნატოს წევრობაზე ხო გვაქვს პრეტენზია გაცხადებული ნატო სამიზე ხო რას ამბობს არ გვაქვს იგი. პრეზიდენტის წერილი გამოქვეყნდა და ტრამპის ადმი სადაც რა ვიცი ხვეწნა მუდარა აგერ კარგები ვარ და ჩვენს მოგვაქციო ყურადღება ხო ანუ ეგ პრინციპში როგორ არის იცი რომ აი ორი კურდღლის მდევარი რო ვერცერც ვერ იჭერს ქართული ანდაზა რო არის დაახლოებით ისე მიდის დღე ჩვენი საქმე იმიტომ რომ ხო ანუ რაღაცა ცივილიზაციური არჩევანის წინაშე დგას ნებისმიერი ქვეყანა დღეს ხო ანუ ეს მათ შორის აი ინდოეთ ჩინეთის აი ამ რაღაცა თანამშრომლობაზე რო დავიწყეთ საუბარი ხო აი როგორც აი ირაკლი მშვენივრად ახსნა ინდოეთს ქონდა ეს არჩევანი ხო შეიძლება ერთ ფლანგზეც ყოფილიყო შეიძლება მეორე ფლანგზეც ყოფილიყო მაგრამ არის იმ ფლანგზე რომელ ფლანგზეც არის იმიტომ რომ მან საკუთარი ინტერესებიდან იმიტომ კი არა რომ ჩინელები ეხატება ძალიან გულზე და უყვარდა ან რუსები ხო არა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე როგორც ალბათ თვითონ მიიჩნევენ განსაზღვრეს განჭვრიტეს რაღაცა 30-40 წელი სამომავლოდ ხო აი ამქედან გამომდინარე აირჩიეს ის მხარე სადაც არიან ხო დღეს ჩვენც რაღაცა აი და ყველა მათ სომხეთიც აზერბაიჯანიც თურქეთიც ხო ვიც დაუშვათ აი ამ სქემის ნაწილია ხო ანუ რაღაცა არჩევანი გაკეთება გიწევს ხო ან ამ ცივილიზაციის ნაწილი ხარ და რაღაცა შეიძლება დაუშვათ ევროპული ცივილიზაციის ნაწილად გრძნობდე კულტურულად თავს მაგრამ ეს პოლიტიკური პროექტი რო რასაც ქვია დასავლური ცივილიზაცია ხო ეს შეიძლება უკვე ნელ-ნელა აღარა ხო მილევად რეჟიმში იყოს და ეს შეიძლება შენთვის წამგებიანი არჩევანი იყოს ან უნდა აირჩიო რაღაცა ახალი ცენტრი და ახალი რაღაცა პროექტი რომელიც ისე ძლავრად იკრებს ფეხს და აზიიდან მოდის რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე ათწლეული მომავალში ხო განსაზღვრავს იმ გლობალურ პროცესებს რაც სოფლიოში წარიმართება ხო და ჩვენ აი ამ ყველაფერს ვართ თითქოს ჩამოშორებულები ხო ანუ ჩინეთთან ეს ირაკლი ღარიბაშვილის ეს ჩამოშორებულები ისე მოდი აი აქეთ რა ქართული ოცნების ადვოკატობას დავიწყებ და ქართული ოცნებას არ ყოფ ჩვენ ხედავთ ძალიან მაღალი რანგის ვიზიტებს გავიგე ხა ეს ჩინეთში არ არის წარმოდგენილი და ამაზე აქვს ქართულ ოცნებას ეგ მე რო ვიყო მათ ადგილას ეს არგუმენტი მექნებოდა რომ არ მინდა გაცნობ შანხაის ორგანიზაციაში რა ჯანდაბა გვინდა მაგრამ ხედავ ძალიან მაღალი რანგის ვიზიტებს მაგალითად თურქეთში რომელიც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ხო მართალია იქ ბოლო ჩვენი თავარი პარტნიორია როგორც ამომი სტრატეგიული და ზოგიერთ ქართველ მსახიობს მოგავში იმისი რო იყო რა გვარია გოგიძე რო არის ბოდიში ჩემო მერა მაგრამ მსახიობი თუ გეგიძე რა ვიცი რაც არის ეგეც შენი კოლეგა არის რა ჩემი ბრალია გადავირი რო წავიკითხე რომ
რუსეთმაო რაც ამდენი 200 წელი აქვს ამლავსო რომ შეგვაზიზღოს ჩვენი ისტორიული მეგობრებიო, მათ შორის თურქეთიო ჩამოთვლილი ყავს ანუ. აი ყველაფერს აქ ხედავთ ვიზიტებს. კი, ძალიან კარგია, უბრალოდ აი ყურეთ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი ისტორიულ მტრობაზე, ნუ ხა მოკავშირე არ არის ჩვენი გასაგისტორიულ მტერია, ხო, თურქეთი, ხო, თუ ვინმე არის ქვეყნის ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მტერი, ეს არის თურქეთი და ეს ყიზილბაშები, როგორც შენ ეძახი ხოლმე დღემდე, აი ეს ხალხი ვინც რაღაცა ისტორიულად აოხრებდა და აწიოკებდა და ათურქებდა და ამუსულმანებდა და ქართველებს, ხო, არა, თავი რომ დავანებოთ ამ ისტორიას დავუშვათ, ხო? დღევანდელი მომენტში პოსტმოდერნულ საზოგადოებაში ცხოვრობ, სადაც ესენი უკვე აღარ არის იმდენად საინტერესო, დღეს არის თუ ჩვენ საუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე და პრაგმატულ პოლიტიკაზე, ხო, აქედან ამოვიდეთ, ხო, ამას თავი დავანებოთ და უბრალოდ ძალიან მარტივად, ხო, აი პრეზიდენტის წერილში იყო დღეს რომ ეს ტრამპს ეუბნება ჩვენი პრეზიდენტი რომ პუტინთანაც კი დაალაგეო, დაიწყო ურთიერთობების დაალაგებაო და ჩვენ რა გავხდითო აქო რომ ანუ ჩვენთანო ყურადღება სათანადო ყურადღებას რო არიჩენო საკუთარი საქართველოს მიმართო, ხო? აი ძალიან მარტივად დგას საკითხი, ხო? აი უკრაინის კონფლიქტი როგორც მიდის და როგორც დამთავრდება, ხო, ჩანს, ხო? აი ყველაფერზე დათანხმდა ტრამპი თუ რამე რაზეც ეხა ვერ თანხმდება, ხო, რაზეც ეხა ვერ თანხმდება, ჯერ იმათ ვერ იყოლიებს, რომ იმაზეც დათანხმდება, რომ მიუშვა ტრამპი. იმდენად უნდა ომის გაჩერება. ყველასთვის ხო გასაგებია, რომ რუსეთი იქიდან დამარცხებული ვერ გამოვა. რუსეთი მიიღებს ყველა იმ შედეგს, რისთვისაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ხო? აი დღეს შენ რო საქართველოს ხელისუფლებაში ხარ და კავკასიაში, სადაც შენი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ხო? შენ აი აქ, როდესაც აი ამ მოცემულობაში თურქეთის სახელმწიფოსთან დაიწყებს სტრატეგიულ პარტნიორობას და მასთან დაიწყებს დღეში სამჯერ გადაფრენ-გადმოფრენას, ხო? აქ სად არის პრაგმატულობა და აქ სად არის ის რომ შენ ითვალისწინებ შენი ქვეყნის ინტერესებს. ხო წარმოუდგენელია ვინმე საერთოდ სადმე აი როგორ შეიძლება დაუშვარო საქართველოს რუსეთის სახელმწიფო საქართველოს გავლენის ინტერესებისთვის დაუთმობს თურქულ სახელმწიფოს. ეს ვინმე წარმოუდგენია საერთოდ შეუძლებელია ეგ არ მოხდება. უკრაინა არ დათმო ამის ნატოსთან ჩაერთო ომში, ხო? არაერთხელ გვითხოვს აქაც წინა ეთერში ვთქვით რომ რაც საბჭოთა კავშირში დაიშალა ორადორი ომი აწარმოა საკუთარი ტერიტორიის გარეთ რუსეთმა, ხო? იქ შიდა ომებს არ გულისხმობ ჩეჩნეთი ერთი, ხო? ერთი იყო ეს 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობამ სწორადაც ეძახეს ხელისუფლება, რომ ეს იყო გარედან პროვოცირებული და დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ და მეორე უკრაინაში, ხო? ეს რას ნიშნავს, რომ ეს ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გაწევრიანდა ნატო, ფინეთი გაწევრიანდა ნატოში, მაგრამ იქ არ ქონია რუსეთს ესეთი, რა ქვია, მყისერი და მკაცრი რეაქცია, ხო? ქონდა უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში. ეს ნიშნავს, რომ მისთვის ეს ორი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება და შენ, როდესაც აი ამ იკვეთება თან ეს დაპირისპირება, ხო, რეგიონში, ხო, არაერთხელ იკვეთება რუსულ-თურქული დაპირისპირებაც, ეს ინტერესთა ჯანხი კავკასიის რეგიონში და შენ ამ დროს რომ ხარ ეგ აქ არჩეული, ხო, ამას სხვა არაფერი აქვს. ჩინეთში არ ჩადიან. ხო, რუსეთთან მოლაპარაკებებს არ იწყებ, არ ელაპარაკები ოკუპაციაზე, იქ არ მიდიხარ. ევროპელებს ებრძვი, ტრამპს ეხვეწების ყურადღებას არ გაქცევ და ამ დროს დარბიხარ თურქეთში, ხო? თენგომ რა სხვა შორის და მინდა რომ აი ამ კითხვითაც გადმოვიდე უკვე ამ საკითხზე. ხო, აი უყურე, მაგ ლოგიკით თენგო რასაც შენ ამბობ და კი, მესმის, თქვათ რომ რაღაცა თუნდაც აიხა შენ რო ყოფილიყავი მაგალითად პრესამსახური, ხო, ოცნების, კი ბატონო, მასე გასცემდი პასუხს, მაგრამ თუ შენი მიზანი არის რომ თურქეთთან დაალაგო რაღაცას ურთიერთობები, შოსაზე ნახე ხარ ხდება? ის თურქეთიც იქ არის, ის ბაქოც იქ არის, ბაქოსთან ჩვენ სერიოზული კონფლიქტები, ანუ ამბობ, არის რაღაც საკითხები იგივე რაღაცა და სომეხიც იქ არის. ანუ ეგრესოდ ისა პაჩინიანიც იქ არის. მაგ ლოგიკით მაშინ ვიტყოდი და მინდა ირაკლის კითხვა დაუსვა, თქვა, აი და შენ მე რომ დაამთავრებ მე უკვე. პირიქით დღევანდელი რეალ პოლიტიკა რის საშუალებას გაძლევს? შენ თუ კავკასიის ცენტრის ფუნქციის აღება გინდა და იცი რომ რუსეთის გარეშე არ არის ამ შემთხვევაში ეს შენი მტერი, ხო? იმასაც აწყობ, შენ რომ ქართველი ამ კავკასიის ცენტრში ესე ყავდე. წოდი და იქ დაჭიქი და იქ ელაპარაკე. ვაჭრობაზე მაგიდა ხო? როდესაც ხარ, აი წამი, აი ირაკლიმის არამ გადმოვალ შეკითხვით. მაგაშია ზუსტად საქმე. მე რავდა ეგ არის მაგ ყველაფრის პასუხი, რომ როდესაც შენ რეალურად სუვერენული კი არა ხარ, ვიღაცასთან უკვე შეთანხმებული ხარ, უკვე გარიგებული ხარ, ხელი ჩამორთმეული გაქვს იქ ანკარაში თუ კონსტიტუციაში გიწერია ის რაღაც. ის ჩინელიც მივა და დაელაპარაკება ანკარას შენ საკითხი, შენ რატო დაგელაპარაკებ? ეგ არის
არის ამ შემთხვევაში უბედურება და რაც შეეხება ჩვენი პრეზიდენტის და მთავრობის წევრების ესეთ გახშირებულ ვიზიტებს თურქეთში და იქ საუბრებს თურქი მესხების თუ ახისკა მესხების ჩამოსახლებაზე შემდეგ პირველი შედეგები უკვე გვაქვს სახეზე და ვისაც არ უნახია შეგიძლიათ შებრძანდეთ TikTok-ზე იქნება სოციალურ ქსელებში იქნება თურქულ არხებზე და რა ხდება აი ვიდეო უბრალოდ პატარა მონაკვეთი მოვჭერი და საინტერესო იქნება ალბათ მაყურებლისთვისაც ნახოთ გაივსო ჯავახეთი თურქი ბლოგერები. ჩამოდიან პირდაპირ, იღებენ, იძახიან ეს არის ჩვენი ისტორიული სამშობლო. საუბრობენ პირდაპირ, არ ვიცი, ერდოღანის იმის ლექსებს დებენ და არიან ერთ ამბავში, რომ არიქა ახდა ოცნება და ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ, ასე ვთქვათ, ახისკაში, როგორც ისინი ეძახიან ჯავახეთს და მესხეთს. მოდი ვანახოთ მაყურებელს, აი მაგალითად ერთ-ერთი კი batono პასუხი ამ ყველაფერს. Evet, şu an geldik Çeçila Köyü'ne. Çeçila Köyü'nün hemen üst tarafındaki Çeçila Köyü'nün girişindeyiz. Buradan Çeçilalilere selam olsun. Çeçilalilere selam olsun buradan. Gürcistan sınırları içerisinde Ağızka bölgesindeyiz. Ağızka'dan tüm halkımıza selamlar olsun. Ağızka'dan selamlar. იმას თუ გონია რომ ეს არაფერს არ ნიშნავს დღევანდელ ეპოქაში სადაც TikTok-ზე სოციალურ ქსელში და განსაკუთრებით ახალგაზრდობაა ჩვენ განცდებზე ნუ ვილაპარაკებთ აი ეს არის ერდოღანის ბჭყალებში ამ შემთხვევაში ჩვენთვის სუდი მაგრამ პიარი სწორი პოლიტიკა თუ რა ქნა აი ესე ჩამოვიდნენ სწორედ ამ განცხადებების შემდეგ დადიან უკვე აი ეს არის საქართველოში აი ეს სამცხე ჯავახეთ ჩასულები არიან აი ამ გაკეთებულზე ისტორიადან მამა პაპიდან თუ მე ამ დებილი სააკაშვილის დამთავრებული ხო როგორც გააკეთა ეს ციხესიმაგრეები ამბობენ უკვე ნენელ ამბობენ ანუ ქოლს აკეთებენ ეგრეთ წოდებულ გამოძახილს რომ ჩამოდი ჩვენ ამას მალე დავებრუნოთ აი ამ ყველაფრის ფონზე ირაკლი დღეს იქ არ ყოფნა არ ჯდომა იქ იმ მაგიდასთან არ ვიცი რას უნდა ნიშნავს მე ძალიან საინტერესო როცა ბოდიში პუტინიც იქ არის თურქიც იქ არის აზერბაიჯანიც იქ არის რომელთანაც ჩვენ სერიოზული კონფლიქტი გვაქვს ჯერჯერობით კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით და აქვე მინდა ვახსენო რომ ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაიზრა ეს საკითხები და მოლაპარაკებები იყო ეხლა ვინმე არ თქვას გადავეკიდეთ ირაკლი ღარიბაშვილს რაც ფაქტია ეხლა ეს არის ზუსტად ეს საკითხი ეს რო შენი კარზი ხარ რეალ პოლიტიკიდან გამომდინარე ხო ვიღაც წარმომადგენელი მაინც ამათი ნაჩალნიკი რომ ეტყობა მანდიჯდა. აი ეს კითხვა არის. ნუ არ ვიცი მე ძალიან საინტერესო დეტალი მენიშნა მე ახლა. არ ვიცი თქვენ ყურადღება მიაქცეთ თუ არა. საქართველოს მაშინდელი ელჩი ჩინეთში. კი, იქ კადრებში როცა ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი როდესაც იყო, ეს პიროვნება იყო ჩინეთში. და ეხა იგივე პიროვნება არის თურქეთში ეხა გადმოინაცვლა ესე იგი. შესაბამისად, ნუ ეს ერთ-ერთი შეიძლება ნახევარხუმრობით მიიღოს ეხლა ზოგიერთმა, თუმცა ერთ-ერთი დეტალი, ნუ ეთქვა სერიოზული დიპლომატიის პიროვნება, შესაბამისად ეს ამ ადამიანის გადაყვანა ამა თუ იმ პოზიციაზე თუ ამა თუ იმ ქვეყანაში, ხო? ეს ნიშნავს ჩვენს ნუ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას გვიჩვენებს ყველას. თქვენ წარმოგიდგენიათ, ღარიბაშვილი როცა იყო, ძალიან რთულ პერიოდში იყო სხვათა შორის ღარიბაშვილი. მეორე ფრონტის ძალიან სერიოზული პრობლემები იყო და თუნდაც ბჭყალებში ხავერდოვანი რევოლუციის ძალიან აშკარა საჭიროების ნაშივიდებით. და მაშინ არ ამბობდა ხმამაღლა რა. მაშინ თქვენ წარმოგიდგენიათ, შეერთებული შტატები დასავლეთი მთლიანად ევროკავშირი და ეს ავიღოთ ასე ატლანტისტური სამყარო მთლიანობაში ებრძოდა ხელისუფლებას დამყოფად სურდათ პირდაპირ და გაიხსნათ მეორე ფრონტი შესაბამისად მაშინდელი ხელისუფლების ძალიან ჭკვიანური გონიერი პოლიტიკა ეს პატარა სახელმწიფოა და მათ უნდა გამოეძებნათ გამოენახათ ისეთი შემაკავებელი ფაქტორი ამ ყველაფერს რომელიც შეაკავებდა ამ დიდაქტორებს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და მათ გამონახეს ჩინეთი და შესაბამისად ჩინეთის მეშვეობით გარკვეულწილად ხდებოდა ამ პროცესების შეკავება და გადაიტანა მაშინმა ხელისუფლებამ ეს. თუმცა როდესაც კობახიძე მოვიდა ხელისუფლებაში, თქვენ სწორად აღნიშნეთ რომელიღაცამ, სწორად აღნიშნეთ რომ თუ ჩინეთი არ გვინდა. რუსეთი კაი არ გვინდა.
არც ევროპელებთან გაგვდა ლაგებული და იდეები არიან ეგეთი? ბოდიში ამ გამოთქმაზე დილიდან საღამომდე ლანძღვეგინება მიდის ევროპელების. კი ბატონო. დღეს კარგად ახსენა ცოტნემ წერილწერ ეხვეწები მიგვიღეოც მაგასაც აგვიყვანეო რა თუ როგორ უწოდო არა ხო გაბრაზებულია თან ნამტირალები მითა რომ რაღაცი და გამოდის შენ დაალაგე პუტინთან და მე რატო არ მალაგებინებ ესეც ხო არ იყო შეიძლება ესეც და გამოდის ვისთან აქვს ამათ აი ინტენსიური კომუნიკაცია ჩინეთ თურქეთთან თურქეთის ხელისუფლებასთან თურქეთის ხელისუფლებასთან და პლუს ამას დავამატებთ როდესაც ღარიბაშვილი იყო ეს ალბათ ძალიან კარგი დიპლომატია ჩანს როდესაც მათი საგარეო პოლიტიკური ვექტორი მეტნაკლებად ჩინეთის დაბალანსებით იყო განპირობებული ეს ადამიანი იყო ჩინეთში კობახიძე მოვიდა ეს ადამიანი იყო თურქეთში რა ვიცი რა თვითონ განსაზღვროს მაყურებელმა მან მესე აი ანაკლეის სპორტის ბედი უფრო მანდარდებს ყველაზე მეტად იმიტომ რომ მე მაგალითად მაგ პროექტს უყურებ როგორც მართლა არის საქართველოს აი პანამის არხის ირგვლივ რო სახელმწიფო პანამა შეიქმნა ჩემი აზრით აი დაახლოებით შეიძლება არა მაგმთლად მასშტაბის მაგრამ ამ პორტს ვანიჭებ უდიდეს მნიშვნელობას არანაირი პრობლემა არ აქვს თურქები ჩინელებთან ურთიერთობენ ვაჭრობენ და ეს ახისკა და მესხეთი სვანეთამდე თუ რუკებს გადავხედავ თურქულ რუკებს სვანეთამდე თურქეთის არის და ის ანაკლეის სპორტი გამოიყენებენ თურქები ჩინელებთან სავაჭროდ არანაირი პრობლემა მაგაზე არ ექნება თუმცა აი ეს 30 წლიანი ეს რაღაცა ის და ბოლოს რო დაიწყეს კამპანია ხო გახსოვთ ეს შინ ევროპაში ხო და რაღაცა ის რო იყო საბოლოო ჯამში როგორ გამოვიდა ხა შინ თურქეთში თუ რად გადაიქცა ის ჩვენი რაღაცა 30 წლიანი მისწრაფებები ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთ რაღაცას ვიტყვი უცებ და მორჩები რომ აი ის პროცესები ჩვენ ახლა რაც ვახსენეთ ის რომ ძალიან იმ პერიოდში როდესაც ქვეყნის ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან აქტიური საგარეო მიმართულებით უნდა იჩენდეს ინიციატივებს მათ შორის უნდა იჩენდეს ინიციატივებს რუსებთან მიმართებაში ჩემი პირადი აზრია ესეთი პასიურობა ხო ამ მიმართულებით პასიურობა ჩინეთთან ურთიერთობაში პასიურობა რუსეთთან ურთიერთობაში პასიურობა სხვა რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში და რაღაცა თურქეთში ფაქტობრივად საცხოვრებლად გადასვლა ისე ხშირად ჩადიან და ჩამოდიან ხოლმე რომ ეს საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს პერსპექტივაში და კიდევ ერთი ხშირად ისმის ეს მესიჯი ხელისუფლებისგან ეხლა ძალიან ხშირად ხდება რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით გავამთლიანებთ ქვეყანას და დავიბრუნებთ ტერიტორიებს ხო შეგვედრათ ეხლაც ამას უსვამენ ხაზ და როგორც კი ეს ხდება ხოლმე ყურში ყო აი კითხვა მებადება როგორ ანუ რანაირად წარმოუდგენია ამ ხალხს იმ პოლიტიკის გატარებით რითაც ეხლა ატარებენ ხო ჩინეთში თენგო შენ რო ახსენე რომ ჩინეთის ელჩმა შემოგთავაზა მოდერატორ ფაქტობრივად შემოგთავაზა ხო ჩვენ ვიქნებით შუამავალი ტერიტორიების საკითხში ეს წავიყურვეთ და გავატარეთ ხმამაზე არა მოგვიღია რუსეთს არ ველაპარაკებით გაბუტულები ვარ და გაბუტულები ვიქნებით იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკა და პარალელურად იმ ძალასთან რომელიც თურქეთის სახით რომელიც ანტაგონისტურ დამოკიდებულებაში არის რუსეთთან არის დაპირისპირებული რუსეთთან და დღეს თუ ხვალ ეს დაპირისპირებები გამწვავდება ხო ეს ჩვენ ამას ვიძახდით 5-6 თვის წინ რომ ეს დაპირისპირებები აქ დაიწყებოდა ეს დაპირისპირება დაიწყო ხო აზერბაიჯან-რუსეთის დაპირისპირების სახით კიდევ უფრო გამწვავდება და ამ დროს შენ რო არჩევანი გაკეთეთ გაკეთებული და თან იძახი რომ ტერიტორიებს დავიბრუნებთ ხო როგორ თურქის ჯარისკაცები დააბრუნებენ აფხაზეთს და სამაჩაბლოს საქართველოს შემადგენლობაში თუ როგორ წარმოუდგენია მე გეტყვი ცოტა როგორ წარმოუდგენია ამათ. აი თურქული გავლენები აფხაზეთის მზამზღავრია. ვიცით ეს პროცესი, ხო? შეიძლება ფიქრობენ ესენი, გამორიცხული არც ეს არა. აი თურქები მოიყვანენ პროტურქულ ხელისუფლებას და ესენი აჩუქებენ აფხაზეთს. ესენი რას ფიქრობდნენ? ესე რა გაგახსენე მე სირიაში რომ მთავრობა შეიცვალა, თურქული გავლენები არისო და სირია მოხსნეს თუ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებელ მოიხსნა, მოხსნა მოარყო აფხაზეთის და რამოდენიმე დღის წინ აფხაზური დელეგაცია იყო სირიაში. იყო ჩასული, კი, მეც შევხვდა ეს. თურქეთთან, საქართველოს მხრიდან თურქეთთან აი ესეთი ურთიერთობას მე კიდე ეხა არ მინდა ისეთი შაბეჭდილება დარჩეს მაყურებელს თითქოს რაღაც ანტითურქული ვიძახდეთ ჩვენ რომ აი თურქეთთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს რა სულელია კაცო მეგობარია და მარტო თურქეთთან უნდა გქონდეს ურთიერთობა ჩემი მტერი იყოს მაგათი მტერი რა თმინდა ეხა თურქეთთან მტრობა რა გვინდა მაგრამ საერთოდ არავისთან არ გვინდა არავინ არ უნდა გზნობდეს ჩვენგან იმას რომ ჩვენ თავს დავესხმենք საქართველოში პრო-თურქული პოზიციები ისტორიულად ასე არის აი მეფეების პერიოდში ფეოდალიზმის პერიოდშიც ასე იყო შემდგომშიც ასე იყო პრო-თურქული პოლიტიკური ვექტორი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს რომ აი კონკრეტულად ის ფეოდალი იყო თუ ვინც იყო იმას შეენარჩუნებოდა თავისთვის პირადად მისთვის გავლენები თორე სხვა ქვეყნისთვის სარგებელი ამას არაზროს არ მოუტანია ყოველთვის ეს იყო
თურქეთთან ურთიერთობა დაკავშირებული იყო საქართველოს, არ ვიცი, აი აქ მუსულმანი მოსახლეობის ჩამოსახლებასთან იმ პერიოდში, ეთნიკური ბალანსის შესვლასთან, აქ ტყვეების ყიდვასთან, სტამბულის ბაზარზე 400 წელი რო ყიდიდნენ ჩვენს ბავშვებს, აი იმ ხალხზეა, ხო? საუბარი და ეხლა თუ მართლა ისტორიულ რაკურსებში მივდივართ, საერთოდ არ არის სწორი, რომ 200 წლის წინანდელ ამბებს იხსენებდე და 250 წლის წინანდელს არ იხსენებდე. არ შეიძლება ასე მიდგომები და ძალიან წყდება გული თუ საქართველოს ხელისუფლებას დაეცოდნეს პროგნოზები ამ შემთხვევაში მართლდება, რომ აქვს ეს კურსი არჩეული, რომ ჩვენთვის ერთადერთი სტრატეგიულ პარტნიორად დატოვებული არის თურქეთი და ჩვენ უნდა ვიყოთ ეხა იმისი შემყურე, რომ ერდოღანი კაი კაცი იქნება და როდი ჩამგვისახლებს თურქებს. როდი ჩამოვან რა ზედმეტ ხარკს არ მოგთხოვს და ეხა მე არ უყურებ ამ საკითხს როგორც სახელმწიფოებრივ საკითხს და ეს არის ერთადერთი ამისი დანიშნულება მხოლოდ შეიძლება იყოს რომ აქ ვიღაცებმა შეინარჩუნონ საკუთარი ძალაუფლება. დარწმუნებული ვარ რომ ქართული მოსახლეობის ძალიან ეგზისტენციური ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავისდეს, საერთოდ არ უნდა დავკარგოთ რეალობის განცდა. აი ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, აი შავი ზღვა ახსენა ხოთაშორის ცოტრემ ძალიან სწორად. კანაკლი სპორტს 100-ჯერ უფრო მაგარ ეფექტით გამოიყენებს თურქეთი. მით უმეტეს ჩვენ ვიცით თურქეთი შავ ზღვაში როგორ არის. ფლოტით დავანებოთ თავი და იმს. მარტივ რაღაცას გეტყვით. წლებია, დაახლოებით უკვე 20 წელია, ბათუმში, აჭარაში თევზ ვერ იჭერს ქართველი. ვერც ფოთში, ფოთში. ლიცენზია არა, უბრალოდ აი გეუბნებით ახლა ძალიან ვიცით ეს სიტუაცია კარგად, მით უმეტეს ჩვენი გუნდის წევრი არის წარმოშობითი კაურიკაცია. ჩვენ ტექნიკურ სამსახურში ეს კაცი და მისგანაც ვიცი და მართლა ასეა კაცო ბოლოს და ბოლოს დედულეთი ბათუმია ჩემთვის და დღეს შენ ბათუმში თევზი ჭერა მთლიანად გადასულია თურქებზე და ხო წარმოგიდგენიათ კაცო თევზს არ გაჭერინებს და შენ კატარახას შეგეყვანებს ამასაც გამოიყენებს მაგრამ რა მინდა ბოლოს მაინც პოზიტიური თქო და ჩვენ ხო მაინც ანალიზ ვამბობთ ხისი არ გამოვიტესო ჩვენ ანალიზობთ ჩვენს მონაწილეებია ჩვენს განვიცეთ ამას განვიცეთ შეიძლება რაღაც შეგვიშალოს და ვიღაცამ შეგვისწოროს დაგვიწეროს უფრო კარგი ინფორმაცია გითხრას მაგრამ აი სოფლიოში მითხარით აი რა მაგალითი აი დღევანდელ რეალპოლიტიკა ჩვენ რა მდგომარეობაშიც ვართ გეოგრაფიულად როგორ ვართ ხო ვერაფერს ვერ ვიზავთ ჩვენ ვერ ვიზავთ ეხა და ვიტყვით რომ ან რუსეთი აღარ იყოს ან თურქეთი აღარ იყოს მაგრამ ასე ვართ აი რა გამოსავალი არსებობს დღევანდელ რეალპოლიტიკაში დღეს ხო ჩვენ ხედავთ რომ სურო ჩინგისხანი იყო და ჩინგისხანი იყო ერთ-ერთი უძლიერესი მხედართმთავარი მაგრამ მარტო მებრძოლი ხო არ იყო მაგარი კაცმა შექმნა ინფრასტრუქტურა რავი საბაჟო და მთელი ეს არ იყო ესე იგი მარტო მებრძოლი არ იყო ხო ანუ ის იყო ასევე სერიოზული დიპლომატიც და ნუ რავი ზამდერი ხანი იყო მის სანამ ისევ თავისიანებმა და ლიდერი ქვია მაგას საცხოვრებელ ისტორიაში ერთ-ერთი ანუ ორი ვარიანტი გაქვს ეს ვარიანტი ჩვენ აღარ აგვაქვს საერთოდ რომ ვიყოთ ძლიერები ხო აგერ ატომური ბირთვისას ისინი ერიდებიან რომც ვიყოთ ძლიერები, მაგრამ არა ვარ სამწუხაროდ. ანუ ესე იგი ომით და რაღაც ვიღაცას თავდასხმით და ბრძოლით სამწუხაროდ გამორიცხო. მეორე რა გრჩება? მეორე გრჩება სტრატეგიული ხედვა, ვაჭრობა და შენი ფუნქციების, აი რაც შეიძლება მეტად შენი ფუნქციების ივაჭრო ყველასთან ყველაფერზე, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტის გარდა, აი სხვა რა რჩება? აი ვინ შეიძლება გამოარდეს თქოს ხა? იმად ლიბერალებს კი მარტივად გამოეცარა საწავიდა. მე მახსოვს ღარიბაშვილს ევროპელმა ლიდერებმა ბორელთან და როგორ პირდაპირ გვიძახეს რა გვიწოდეს კაცო რომ შენ ისა ხარ და კომუნისტები ხარ და ჯერ ეს კომუნისტების თქმა საერთოდ ვერ ხვდებიან თვითონაც რო ჩადიან იმის ემბლემების ქვეშ უყევთ სწორად ამბობ ჩვენთან აქ ხშირად თემურ პიპია როცა არის და იგივე წოტნეს და იგივე ჩვენ ილიას როცა მიყავდა სოციალურ პლატფორმა მაგრამ რაღაცა ხო შეიძლება გამოვერკვიოთ არა ორი ვარიანტია დღეს სოფლიოში ან აი რა ხდება ახლა და მიდის და ყველა ქვეყანა თავის ინტერესს იცავს და ამბობს რომ აი ესეა ჩემ ხრებზე გადაივლის თუ მუხლებზე გადაივლის თუ ჩემ რაციოზე გადაივლის რომ დავიტანო ჩვენი საკუთარი თავი და ხო გვინდა ვიყოთ კავკასიის ცენტრი დავანებოთ თავი შეიძლება ვიღაცას არ უნდადეს იყოს ლიდერი ფეხბურთის კლუბი მითხარი დღეს რომ თითო ის კი არა კაპიტანის სიმბოლურად ყველა დღეს ვერ მოიგებს შე წარმატებას ვერ მიახსევ რომ ყველას არ ქონდეს გათავისუფლება რომ ის არის გადამწყვეტი და ჩვენ ახლა რა გვინდა სიტყვა ეს ლიბერალები გამონენ რა ბიჭო მოიცეთ თავისით მოხდება ეს ის ხალხია ვინც ამბობდა ნეტა გერმანიას დავეყარით თუ მაგარი ლუდს დავლევდით აი ამ ხალხის და მერსედესის ვივლიდითო და ახლა არ მინდა დავიჯერო თუ ახლანდელი ხელისუფლება ამათ რაღაცებში ეთანხმება და არ მიდის იმიტომ რომ მოიცა თუ მაშინ იქ წდება და მაგას მირჩევნია იქ იждდეს და თქვა სწორედ ჩემი ლობისტია რა გინდა და პუტინიც იქაზის ერდოღანიც იქაზის ყველა იქაზის ვისთანაც შენ გინდა რომ ივაჭრო ხო არ ვიცი აი რაღაცა
მეტი გამოფხიზლება გვინდა და რაღაცა მყისიერი, პრაგმატული ნაბიჯები და დღეს არის რეალ პოლიტიკა ეს არის. ვერ მოიგებ ომს, აი დრონებით მიდიან და რა ვიცი, აი ხელისუფლება სამწუხაროდ მე მჩება დავეჭირება რომ ორიენტირებული არის უფრო აი შიდა პოლიტიკაში და ამ შიდა პოლიტიკაზეც აქვს ისეთი ორიენტირები რაც სუბუქად რო ვთქვა არ არის მაინდამაინც პრაგმატული რეებსაც ჩემი აზრით აკეთებენ და ამაზე ჩვენ გვექნება გადაცემა. კი, აუცილებლად გვექნება. საარჩევნო პროცესებზეც გვექნება საუბარი როგორ მოქმედებენ, რა პრიორიტეტები აქვთ, რამდენად სწორად აკეთებენ იმას რაც აკეთებენ. მაგრამ აი ამაზე უფრო არის ორიენტირებული ვიდრე საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც მართლა წყდება ამ ქვეყნის ინტერესი და სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენი ინტერესი იყოს წარმოდგენილიც, იყოს დაცულიც, იყოს იქ ქართული სიტყვაც ნათქვამი და არ ვიცი, აი იმედი მაქვს რომ ამ ხრივ მართლაც გვექნება გარკვეული ცვლილებები ქართულ პოლიტიკაში. თან ბოდიში დღეს როდესაც ფაქტიურად საერთაშორისო ტერმინი საერთაშორისო სამართალი კი არა რაღაც არ არსებობს ხო ხედავთ რომ არ არსებობს ზავის პარადიგმა ხო ეხლა აგინა რითიგინა გამოხვიდე დაიცოთ აი ხო ისევ ვერთმა დაიფაროს დავით გარეჯიდან არამედ მარტო გამოქვაბულებიდან არამედ ახლა ქვემოთ რო დაიძრას ალიევი რო ჩამოვიდეს არა ქვედა მონასტერში ჩიტური ხო არის ფილმები ქედზე და ვეღარ ავდივართ ანუ რაღაცა შემაკავებელი ხო უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოება არ არსებობს ერდოღანთან ჩავალდობთ ხოლმე რომ ეგ არის სცენარი ჩემოცოხნე და აი უბრალოდ ეს არ მინდოდა მთლად ბოლომდე მეთქვა ეთერში თუ ეგ არის სცენარი ეს არის დაღუპული ესა მყიფე ერთ წამით აი დავასრულებ ცოტა მყიფე ის არის ეხა პოზიცია რაც მე ვამბობ მაგრამ აი მე მაგალითად მექნებოდა ესეთი ძალიან სამწუხარო პროგნოზ არ დავარქმევ მაგრამ ასეთი სცენარი შეიძლება მოხდეს, რომ აი მომდევნო პერიოდებში, მომდევნო თვეებში, მომდევნო წელს თუნდაც შეიძლება ჩვენ ვიხილოთ ძალიან გაუარესებული ურთიერთობები თბილისსა და ბაქოს შორის, რასაც მერე გამოიყენებენ ცუდი პოლიციელი და კარგი პოლიციელის როლი ითამაშონ ამ შემთხვევაში ბაქომ და შენ თუ პროგნოზს აკეთებ, მოდი მეც გავაკეთებ პროგნოზს მაშინ. აქვე რომ ეხა იმას შენ და ჩვენთვის რა მინდოდა მეთქვა რომ ჩვენთვის ერთადერთი მშველელი ამ სიტუაციაში დარჩეს უკვე ანკარა, რომ მერე იქ ერდოღანის იმეზე უნდა ვიყოთ, რომ ერდოღანი თავის მოკავშირე ბაქოს შენ რასაც პროგნოზირებ ხო ის ესე თუ წავიდა უბრალოდ მე ერთ რაღაცას ვიტყვი ამათ დღეს ესე თურქეთში რატო დარბიან იმიტომ რომ ამათ სხვა გზა არ აქვთ რუსებთან რა ვიცი აჭამი აქვს ხო ვერ მიდიან ვერ საუბრობენ ვერ გაბედეს ამ ნაბიჯის გადადგმა ეს ტრამპი არ იმჩნევს არ აინტერესებს ევროპა არის და ჩამოგდებას უპირებს და ეს ევროპული დიპ სტეიტი და ეს ევროპული ბიუროკრატიას არ მოსწონს ესენი და ჩამოგდებას უპირებს ამ ჩინეთმაც არ დაუძახა იმიტომ რომ აქ ესე მარტივად არ დგას ხო აქ ჩინეთი შემოდის საქართველოში ნიშნავს რომ იქ რუსეთი რაღაცებზე თვალს ხუჭავს ან ეუბნება ჩინეთს რომ კი ბატონო რაღაცა გარანტიები ჭირდება რა თქმა უნდა ეს ნებართვა და აქედან გამომდინარე ჩინეთმაც აღარ დაუძახა ხო შემდეგ შეხვედრაზე რუსეთს არ ელაპარაკები ტრამპს აღარ აინტერესებს ეხვეწები რომ ყურადღება მომაქციო ევრობიუროკრატები ჩამოგდი ვინ დაგჭა რეგიონში ხო თურქეთი დაგჭა ვინ შეიძლება სწორედ თქვი შენო ვინ შეიძლება შენი აქ ძალაუფლებაში ყოფნის გარანტორი იყოს ხო მაგრამ პრო-თურქული პოზიციების წამოწევა ქვეყანაში ხო ვიღაცებს ძალიან ძვირი დაუჯდება საბოლოო ჯამში თუ ესე იქნება აი ეს იქნება ჩემი პროგნოზი რომ ის თუ ისე წავიდა ეს ყველაფერი როგორც ახლა მიდის თუ არ გადაიდგა ის ნაბიჯები რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებიდან ამოდის რა ვიცი წინა ხელისუფლებას შეიძლება იმ ხელა დანაშაული არ ხო საშინელებები აკეთეს მაგრამ ეხლა რაც ხდება რაც ჩანს რაც გამოკვეთილია ხო შეიძლება რაღაცა სხვა არის უნდა თქვან მაშინ და უნდა გვითხრან ხო ეს არ არის პატარა ამბავი ხო 400,000 თურქი ჩამოსახლება აქ და თურქი ბლოგერები რომლებიც იმაში მესხეთში დარბიან და იქ ჩააქვთ ხო ვისთვის არის თურქებისთვის აკეთებენ ამას ჩვენთვის ვარ აკეთებენ თურქ მოსახლეობას აჭირებენ რომ ჩვენი მიწა ხო ამას პასუხს რო აქვს ხო ან პასუხი გასცენ ადეკვატური პასუხი აი ღარიბაშვილი ვახსენე აი ბორელს რო გასცა აქ რო იყო ჩამოსული და იქვე პრეს კონფერენციაზე როგორი პასუხის გას ან ის პასუხი გაცენ იქვე ან ჩვენ აგვიქნა რა ხდება ხო ან თუ ეს ისეა თუ ეს სიმართლეა და თუ ეს რაღაცა კონტურები რაც იკვეთება რეალური გახდა ეს შეიძლება იმდენად ძვირი დაუჯდეს ვიღაცებს რომ რა ვიცი რა ძალიან საინტერესო რაღაცა თქვა ცოტნე გარანტორთან დაკავშირებით ნუ ამათ ძალაუფლების გარანტორი თუ თურქეთია და ერდოგანია ერდოგანის პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას, საშინაო პოლიტიკასაც უყურებ, ეს ძალიან პრაგმატული, ძალიან რეალისტური და ძალიან რაციონალური. შესაბამისად, როცა მე ვარ გარანტორი, ხო? მე სანას რაღაცა უნდა მოვითხოვო, ხო, შენგან. მე შენ თუ დაგიცავ, მაშინ რაღაცა ისე ხარ დაგიცავ, რა შეიძლება ამას თვალები. ირაკლი, თან ახლა რა არის, ცი? ჩვენ რა მოითხოვა ჩვენ არ ვიცი. აი უყურე არის, სანამ რამეს მოითხოვს. სანამ რამეს მოითხოვს, ხალხო. სანამ რამეს მოითხოვს, რატო მოიყვანის მაგალითი? როდესაც ამ პატარა ქვეყანაში ზღვაში თუ რამე დაცურავ შენია. ხმელეთზე, აჭარის ტერიტორიაზე, როგორ ფიქრობთ, ის 300 კომპანია, ბიჭო, ამ პატარა ქარად
საქართველოში. ქართული კომპანია არ არის სამშენებლო მაგდენი და თურქებს აქვს 300. სადა აშენებდა და სადა შენებს? აჭარისფერი ბათუმში. ეხლა უკვე თავისია. ეხლა შენ თუ ზღვაში თევზი და რაც კი დაცურავს შენია. ჩემ ქვეყანაში. ხმელეთზე თუ რამე სახლი ნაგებობა დგას იქვე იმ ხარეს. შენია. და კიდე შენ მე ამ იმით და კიდე მე მაპატიე და უვიცი და ისეთი პოლიტიკოსი მყავს აქ რომ აი ამ კომპლექსით რომ მოიცა რამე როგორც ანკარაში გადავწყვეტავ და შენ რუსეთს არაფრად აგდებ. არ ვიცი, ნუ ამის ეს არის, იცი რა არის, ბავში სანამ არ დაიწובה რაღაცას ხელს, ნუ რაღაცა და არ მინდა მე რამდენად დავიწვათ, მე რამდენად დაგვეწვას ხელი თავი და ასე შემდეგ და თან ირგული ვართ აი ამ გადანაწილების ფონზე და ჩვენ რაღაც ესე გამო. ბოლოს ასეთ პოლიტიკა საქართველოში ჰქონდათ სამცხის ათაბაგებს და რაც მოხდა კარგად. იმიტომაც არის რომ ეს თურქი მესხების პრობლემა ზოგადად დადგა და შეიცვალა იქ ეთნიკური ბალანსი და არ მინდა რომ აი ამ ათაბაგების გზას გაყვეს ჯაყელები იყვნენ სხვა შორის არაჩვეულებრივი გვარის წარმომადგენლები რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ხშირად ძალიან მძიმე როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თუ ვინმე სურს და აქვს იმისი მოლოდინი რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწეროს აი ამ სახელით ეს მისი არჩევანია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ხალხისთვის ეს იქნება ეგზისტენციური საკითხი და მე მართლა მგონია, რომ აი ამ თურქი მესხების თემა, რაც იქნა წამოწეული, თუ კიდევ უფრო მეტად გამწვავდა, ეს მართლა არის საკითხი, რაზეც აი ამ პროევროპელებს რო გონიათ, რომ ეხა ქვეყანას ავაყირავებთ და არავინ ეხა აქ ევროპის გამო თავს არ შეიწუხებს საბოლოო ჯამში, რომ ეხა ევროპაში ვიზებს გვიუქმებენ. არა, მაგათ რო გითხო 31-ში გაუქმებულ უნდა იყოს. ანუ დღეს ვეღარ უნდა წახვიდეს. ვეღარ უნდა წახვიდე, ხო, მაგრამ ამის გამო მართლა არაფერი არ ხდება, მაგრამ ხო, გადაწიეს. 400,000 თურქის ჩამოსახლება ჩვენი ქვეყნის მიწაზე, ეს არის ის თემა, რასაც შეეწირება ერი. ოღონ იქ მესხზე არაფერ შუაში არ არის, ხსენება არ არის. ეს თურქი მესხი, ეს არის დამკვიდრებული ტერმინი იმის გამო, რომ თითქოს აი ხაზი გაესვას მათ ჩვენ ის არ არის ამ შემთხვევაში არ არსებობს თურქი მესხი, მესხი ეს არის ქართველი ავტოქტონურობას რო გაისვას ხაზე ამაზე. და კაც რომელსაც 100 წელი აქ არ უცხოვრია და ანამდე კიდე 400 წელი გადამწყვეტია ხო ეს მე ერთადერთი მინდა დავამთავრო აი როგორ დღეს ისე გამოვიდა ხო დავასვათ მაგრამ ალბათ აი ყველაზე მეტად ალბათ უნდა მივხვდეთ და ამას უნდა მიხდეს ერის და ბერის და მათ შორის ხელისუფლება აი დღეს არის აი ხა პოლიტოლოგი ხარ და აგერ ფილოსოფოსი ხო ცოტნე აი იცი რა ქვეყანას რომელსაც აი იდეოლოგია რაღაცა აი როდის უნდა დადგეს საკითხი რომ ამ ქვეყანამ ყველაფერი მორჩება ყველგან ყველაფერი ამ ქვეყანამ იდეოლოგია რაღაცა იდეა ამის ირგვლივ გავერთიანდეთ და რაღაც საკითხებში ვიდაო და შემდეგ მაგრამ დაიწეროს კონსტიტუციაში რომ ეს ქვეყანა არის ამ იდეოლოგიის მატარებელი ამ ფასეულობების მატარებელი და ამას ამიტომ ასე დაიცავს აი ამ კიდევ ვართ ამის პრობლემის ქვეშ. იმათ ყველას გარკვეული აქვს. აი სომხებმაც კი აი კონფლიქტებით აზერბაიჯანში ჩამოაყალიბეს, უკვე ჩამოყალიბდა რაღაც ის განცდა გაუჩნდათ რომ სომეხს იგივე აზერბაიჯანელს მოქალაქის თუ ბავშვს კონფლიქტი მოგვარდა, მოაგვარა ეს კონფლიქტი. ხო არ მოხდა აი ხა ამ ბოლოს გასროლა. ეს ხო გასროლის გარეშე მოხდა და ჩვენ ვართ რაღაც მუდმივ ძიებაში ვართ. სულ მაგსანდება კირიონის სიტყვები დავით გარეჯის ბერის რომ იცი როგორ სიტუაციაში ვართ რომ აი ადამიანს რო გადაგაგდებენ აი დიდი მაღალი სიმაღლიდან რომ მიფრინავ და დაცემული რო არ ხარ და აი რო ფიქრობ ესე იგი რო ცდილობ რომ ისე დაეცე რომ არც იცი ხელი მოწყდება თავი მოდი აი რაღაც ვართ აი ვარდნის პროცესი ხო და ვერ ხვდებით ხალხო რომ რაღაც აი და თავარი კომპონენტი რა არის აი რაღაცა იდეოლოგია ქვეყნის ან რაღაც ქვეყნებში რომ მივდივართ რომ ვირჩევთ ვიკიპედიაში რომ წერთ ხო რას ვეცნობთ პირველი არა ამხსარებლობას რაღაცა წეს კანონ არა გვაქვს ეს მე რამდენი თავრობაა და მე 14 წელია ხო ქართული ოცნებაა კი ეხლა ამ სახით როგორც არის მაგრამ გამოკვეთილი არ არსებობს რომ რაზე ვლაპარაკობთ ხალხო იმიტომ რომ კონსტიტუცია ჩვენთან ყოველთვის იყო ფარატინა ქაღალდის და რასაც გინდა ჩაწერო აი აგერ ნატოში მივდივარ თუნდაც არ იყოს ეს და მე ჩვენ გვინდა ჩვენ მომავალ თაობას დროშა და ბნელ ოთახში თუ გინდა დროშა დაიჭირე თუ გინდა ჰიმნი ჩართე რა მნიშვნელობაა ბნელ ოთახში როცა ეს რაღაცა ის გამოყავს ბავშვები რაღაცა არ არის სწორი ამაში შეიძლება ჩვენ თავსაც დავანაშაულოთ მაგრამ რა ვქნათ ამაზე შეიძლება ბევრი უნდა ვლაპარაკოთ ყველა დამნაშავეა საქართველოს მოქალაქე გააჩერე რომელსაც მართლა გული შეტკივა გინდა არ შეტკიოდეს მაგრამ ხო რომ ქვეყანაში ცხოვრობ ხო უნდა იცი ხო აცნობებს აცხოვრობთ არა ჩვენ ხო გინდა რუსაფხოდ გავიდეთ მოვიდეთ მარტო ის ხო არ არის ჭამე და ბალიშზე თავს რო დებთ ადამიანი როცა ბალიშზე ძილს აპირებს რაღაცა წამიერად ხო გჭება რაღაცა რომ გაიფიქრო რა კეთე რა მოხდა რა
როგორ შეიძლება ეს რაღაცა ის ვიყოთ არა? აი ეს არის ჩვენი პრობლემა და მინდა უსურვო ჩვენ თავსა, ჩვენ ქვეყანას ვენსო აი ამ პირობებში გადავრჩეთ ერთი და მე კიდე რაღაცა ისეთ ღირსეული როლი, პოზიცია ჩვენი დავიბრუნოთ და გქონდეს. მაგრამ როცა შიგნით ასეთი მტერი ყავს, შიგნით. რომ დიპსტე ვის ვეძებთ რა დიპსტე ის ვეძებთ, საერთოდ არც ვიცი ეს დიპსტე. მაგას ცალკე გადაცემა. ნუ ამ გავაკეთებ, კი ბატონო, გაგვიძადა, დიდი მადლობა. ჩვენ გამომწერებსაც და ყველას დიდი მადლობა ცოტნეს და ირაკლის, მადლობა თენგო და 4 შაბათამდე გეშოვებით. კარგად ზანდებოდეთ, დიდი მადლობა.